გამარჯობა მეგობრებო, როგორ ახართ? იმედია კარგად ხართ, პოზიტიურ განწყობაზე ხართ და იმედი მაქვს ბევრი მოგება გააკეთეთ ჩვენი გადაცემებიდან გადაცემებამდე და ასევე მიიღეთ ინფორმაცია. მოგესალმებათ გადაცემა კრიპტობაზარი და ჩვენ მისი წამყვანები ავთო და ლუკა. შეგახსენებთ რაც თავარია პირველი რომ დღეს გვაქვს BitExchange-ის საათი და შესაბამისად გადაცემის მეორე ნაწილში გვეყოლება დავითი ჩვენი მეგობარი. და გვექნება ძალიან საინტერესო გადაცემა იმაზე თუ როგორ უნდა ვფლობდეთ Bitcoin-ს, ანუ და რას ნიშნავს Bitcoin-ის ფლობა. შეგახსენებთ ასევე მეგობრებო რომ ჩვენ დღეიდან ანუ ყოველ ხუთშაბათს გვექნება დავითთან ერთად რუბრიკა ნულიდან გავივლით კრიპტოვალუტების არსს და მივყვებით ყველაფერს დეტალურად. ასევე გვექნება უკვე შემდგომ როცა უკვე რაღაც ბაზისებს გავივლით კონკრეტულ პროექტებზე საუბარი. ახლა ვინც არიცით რა არის BitExchange, ამასაც ვიტყვი. BitExchange არის კრიპტო, ესე ვთქვათ, აპარატი, საიდან შეგიძლიათ კრიპტოს განაგდება ძალიან იაფად და ესე ვთქვათ ძალიან ესე რა მოსახერხებლად თქვენთვის. ასევე მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია CoinMania.gr, თქვენი საიმედო მეგობარი ციფრულ სამყაროში. შეგახსენებთ ასევე რომ BNB, Bepot-ზე, Trust Wallet-ზე ვინც Bitcoin-ებით ხართ დაინტერესებულები, სხვათა შორის ძალიან კარგი გამოსავალია. ლარ ნახევარზე ზემოთ შეგიძლიათ გადარიცხოთ ნებისმიერი თანხა. ანუ ესე იგი რას ნიშნავს რომ 2 ლარი რომ მომინდეს, მაგალითად 2 ლარის BNB შემიძლია ვიყიდო, ხო და გავუშვო. კი. მაგარია, მაგარია. BNB რაღაცა ისეთი ამბავი. კი, არის. ხო და მოდი ახლა საქმეზე გადავიდეთ უცებ, რაღაცეები შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და შემდგომ უკვე გადავიდეთ იმ საქმეზე, რომელიცაც BitExchange-ის საათი დავარქვით დღევანდელ დღეს. ესე იგი Bitcoin-ი მეგობრებო, როგორც უყურებთ, აი ზედმეტად მანიპულირებადია, ანუ ამ სიტუაციაში და ამ პერიოდში შესაბამისად, რა ვიცი, ვისაც ჰქონდათ იმედები, რომ აი ბულრანის მეორე რაუნდი დაიწყო, ეს იყო ტყუილი. რას ფიქრობ ლუკა? მეც ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვაკვირდები ძალიან დიდი ხანია Bitcoin-ის მოძრაობას. იმ დღეს იყო ერთი რა ვიცი, ძალიან დიდი ფამფი 42-მდე საერთოდ სხვა ციფრი, ანუ ქვევით ჩახურა, შესაბამისად მე ისევ შორტში დავრჩი, მოგება ავიღე და ძალიან ასიამოვნები ვარ. ძალიან კაი. სხვათა შორის გუშინ შევედი ჩილინზში, შორტში შევედი, სხვათა შორის იმიტომ რომ ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო, დილითაც მოგება ავიღე, ასევე ასიამოვნები. ერთი თვის შაურმის ფული ლუკას გაკეთებულია. შესაბამისად შაურმა და მისი ჯანი. ანუ წყურია ნებისმიერი წყალი და ფშია ნებისმიერი საკვები, ოღონდ გემრიელი რა თქმა უნდა. ამიტომ სპონსორებო მზად იყავით. ასევე მეგობრებო შეგახსენებთ რომ ჩვენ წინა გადაცემაში ჩვენ დავაანონსეთ airdrop-ი. აუცილებლად არ გააცინოთ ეს airdrop-ი, ასევე გვექნება. ხოდა შორის მაგარმა კაცმა დააანონსა, ჩვენ არ დაგვიანოსებ, ბოგანო ხალხს არ დაგვიანოსებ. დაანონსა, შესაბამისად შემდეგ სამშაბათს გამოვალეთ $25 გამარჯვებული. და კიდევ ერთი რა არის ჩვენი კამპანია? დავუშვი კრიპტობაზარი ტოკიოში ჯაფარასთან ერთად. ამიტომ მეგობრებო, სპონსორებო, დაიტაცეთ ერთმანეთი კონკურენცია. დიდი იქნება სავარაუდოდ, როცა უკვე მოგვიახლოვდება ეს ტოკიოს ამბები, რომელიც არის ნოემბერში. შესაბამისად, შეგიძლიათ თქვენი სახელით წავიდეთ ამ ყველაზე დიდ და ყველაზე პერსპექტიულ და ყველაზე, რა ვიცი, საინტერესო შეხვედრებზე თქვენი სახელით. ან შეგვიძლიათ წავიდეთ ჩვენი სახელით, წამოვიღოთ იქიდან $300,000 და თქვენ უბრალოდ გამარჯობა გითხრათ. აი, არა, და პლუს გამარჯვებასთან ერთად 2% მოგცეთ და ახლა 300,000-იან პროექტში 2% ძალიან მაგარი რაღაცა. ოღონდ პროექტი, რომელიცაც ჩვენ გვიგმათ თუ გავანხორციელოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი განმოსახედიდან პერსპექტიულად და ჩვენი განმოსახედიდან იქნება ერთადერთი მსოფლიოში. ნუ ეს ცოტა ისეთი თავში ავარდნი განცხადება, მაგრამ რა ვქნათ, გამოკლეული გქონდა ეს ბაზარი და არ არსებობს გავსის იდეა არის უნიკალური ბიზნეს მოდელი. ავტოს იდეა არის უნიკალური და მე ძალიან დიდი იმედებს ვაყარებ ამ პროექტზე. აქვე შეგახსენებთ უნიკალური ხალხი ვართ ქართველი. აქვე შეგახსენებთ სხვა პროექტებთან ერთად ჩვენ გვაქვს ფანდრაიზინგის სისტემა, ჩვენი შემდეგ პროექტებისთვის შეგიძლიათ დაგვაფანდრაიზოთ, ანუ ჩაგვირიცხოთ თანხა, მიზერული გინდათ, დიდი გინდათ, როგორც გინდათ. მითითებული გვაქვს ჩვენი ანგარიშები, fiat ანგარიშები, კრიპტო ანგარიშები და ასე შემდეგ. დაალაიქეთ ჩვენი გვერდი და ასევე გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. რა ხდება აბა Bitcoin-ის თავს რა ხდება ავთო? თუ კაკ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთო გიორგიმ და აი სპონსორმა იკიზროს გიორგიდან ყველა მაყურებელს აგიყვანთ საერთოდ. კი ბატონო, აბსოლუტურად მთელი კრიპტო ბაზარი წავხართ. მთელი კრიპტო ბაზარი, რა თქმა უნდა. თუმცა ეს იმდენი დაждდება, მე მგონი ბაიდენის ამერიკის ბიუჯეტი არ ეყოფა. აი, ახლა მეგობრებო, ორდნავ რო შეგახსენოთ რაღაცეები კიდე, რა ვიცი, დაგიმატოთ სასარგებლო ინფორმაცია. ჩვენი airdrop-ის გარდა, ასევე airdrop-ები არის, აი, CoinMarket Cap-ზე. აი, შეხედეთ ახლა, შეხედეთ ამას.
კალენდარზე რო შეხوار ჩვენ მე წინათ გადაცემებში გახსენებდით ხოლმე დააჭერთ აგერ free airdrops-ში რო შეხوارთ, აი აქ უკვე დაიწყო ის airdrop-ები, რომლებიც მე გითხარით რომ იწყებოდა ამ დღეებს. მაგალითად ეს არის The Witcher fans. რა ვიცი, ეს ტოკენი მე უბრალოდ ღადავის პონჩი, რადგან მეც ფანი ვარ Witcher-ის სერიალის, ამიტომ მინდა მივიღო და არ მინდა ამაში ფული დავხარჯო და ამიტომ airdrop-ის სახით იმედი მაქვს რომ დამერიცხება. შესაბამისად ესეც გათამაშებაა ერთგვარი როგორც ჩვენი. ასევე აი აქეთ გვერდზე შეხედავთ upcoming airdrops, ანუ რომლებიც აიწყება, მაგალითად 4 საათში დაიწყება IM-ი და შესაბამისად შეგიძლიათ ეს airdrop-ებიც გამოიყენოთ, ანუ ყველაფერი გამოიყენეთ აბსოლუტურად, რასაც კი გაგებთ ინფორმაცია. რა ვიცი, უფასო კუბოც გავია. იმიტომ რომ ყველაფერი ჩოგიწევს და ხარჯვა ვიღაცა ჭირის უფას მოუწევს რა. არა, იქნებოდა კრემაცია უნდა, კაცო. ოკეი, ეგ მაგ კრემაცია ჩვენთან უბრალოდ შეუძლებელია. მინიმუმ გაყიდი კაცო. კაცი ძმაო, ყველაფერში ფული უნდა აკეთო, ყველაფერი იყიდება. კიდევ ერთხელ შევახსენებ დავით ჩვენს მაყურებელს, რომ მეორე ნაწილში გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, მართლა ჩვენ აი პირველად რომ შევხვდით დავით, აი მონოსხულები ვიყავით, იმდენად საინტერესო ინფორმაციას ფლობს, აუცილებლად დარჩით ჩვენთან და ნუ თქვენს დარწმუნდებით, რომ ეს უბრალოდ რეკლამა არ არის, მიხვდებით, რომ დავითის ინფორმაციები და დავითის ესე ვთქვათ, განათლება ამ სფეროში ძალიან დაგეხმარებათ უკვე შემდგომ ნაბიჯების გადადგმაში. მოკლედ მეგობრებო, ამ ეტაპზე ეს პირველი ნაწილი შეგიჯამეთ, მოკლედ, რა ვიცი, ყურადღებით იყავით, ახლა კი 2 წუთით შეგიძლიათ ცოტათი გაერთოთ და შესაბამისად ამ 2 წუთის შემდგომ დაგიბრუნდებით დავითთან ერთად რას ნიშნავს ფლობდე ბიტკოინს და დავიწყებთ ყველაფერს ნულიდან. ამიტომ ვინც გარკვეული არ იყავით აქამდე, მოემზადეთ, ჩაჯეკით ჩვენ რაკეტაში და წადით მთვარეზე, როგორც იტყვიან ხოლმე. To the moon და იმის იქით. ლუკა, ვინასკენ. დავით, როგორ ხარ აბა? შესანიშნავად, თქვენთან ერთად ყოველ დღე შესანიშნავია. თქვენთან ერთად ეს მაყურებლებო. რა შვებია, ხო, ანუ ჩვენთან ხო ხვდები უკვე როგორი შიმშილია კრიპტოვალუტების. აი რამ გაგახსენა რომ საერთოდ დაგეწვა 1-2 სიტყვა ამაზე ვქვა და მე დავიწყოთ ჩვენი რა დამეწყო კრიპტოვალუტა? ხო, კრიპტოვალუტაზე რომ აი გელაპარაკა ამ ადამიანებთან. რატომ მშვენიერი კითხვა არის, ნუ რატომ გავაწყვეთ რომ გვესაუბრა კრიპტოვალუტებზე? უბრალოდ როგორ არიან მოწყობილები კრიპტოვალუტები, როგორ მუშაობენ კრიპტოვალუტები? იმიტომ რომ ადამიანების უმრავლესობა რომლებიც იყენებს კრიპტოვალუტას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რიცხავდეს, ვაჭრობდეს კრიპტოვალუტით, ხან მუდმივი წარმოდგენა აქვს შიგნით რა ხდება კრიპტოვალუტაში და გონია რომ იმდენად საშინელი მათემატიკა და უმაღლესი მათემატიკა, რაღაცა წრფივი ალგებრ კომბინატორიკა, რიცხვთა თეორია არის შიგნით, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გაიაზრო, რომ მიხვდეს საერთოდ რა არის ეს და უბრალოდ შანსი არ აქვს და ამიტომ თავს არ იწუხებენ ამით და სიამდვილეში მე როგორც ვფიქრობ, შეიძლება ეს ყველაფერი ახსნა ჩვეულებრივი რიგითი ადამიანის სპეციფიური განათლების გარეშე ადამიანისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდო ამ ადამიანს და ადამიანს შეექმნება საკმარისი ცოდნა, რომ თავისით განსაჯოს, იცი რა არის აი გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პროექტი საინტერესოა და მართლა აქვს ღირებულება, მაგალითად აი მატიქს ხო აი რასაკეთებს მატიქ აქვს ამას ღირებულება თუ იცი რა არის ეს უბრალოდ დაჰაიპებული არის, ამასაც ვიყიდი რაღაც დროში ფასი ზემოთ რო გავყიდი და ისე დავიწყებ აღარასდროს აღარ ვიფიქრე, ბევრი კოინი მისემულა ეგრე ისტორიას ხო? და აი მაგ ამბავს მოსდევს კითხვა, დავით. როგორ? და დავიწყოთ ჩვენი ამბავი დღევანდელი თემისა. კი ბატონო. შეგვიძლია შესავალიც უკვე გაკეთებულია. ეს დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის რას ნიშნავს, როდესაც ფლობ კრიპტოვალუტას, როდესაც ფლობ ბიტკოინს, ხო? ანუ მე მაქვს 1 ბიტკოინი, მაგალითად. რას ნიშნავს, რომ საერთოდ გაქვს 1 ბიტკოინი, სადევს ბიტკოინი, იმიტომ რომ მე შემოხვედრიან ადამიანებმა, ჩვენ როდესაც ჩვენს კრიპტო აპარატებს, ან ბიტკოინ ბანკომატებს, როგორც ნედა დავუძახთ, ვამონტაჟებთ, ხალხი მოდის და აუ ძალიან ხო, აი ბიტკოინი გვანახე რა შიგნით როგორია რა. და აი გონიათ რომ აი გავხსნით აპარატს, შიგნითოს ბიტკოინი რა, ასე ოქროს ბ, ასე ბჭყვინავს და ბიტკოინი სამწუხაროდ მინდა იმედები გაგიცროთ ასეთ ბიტკოინს ვერ განახებთ სამწუხაროდ ეს ჩვენ ზარებს აღემატება მაგრამ ჩვენ აგიხსნით რა არის საერთოდ ფლობა ბიტკოინის და მოდი დავიწყოთ იმითი პირიქით მე დაგისვა კითხოს ავთო რას ნიშნავს როდესაც შენ ფლობ შენს საათს აი საათის ფლობა რას ნიშნავს აი გაქვს შენ მე გამკარგავ და მე მაქვს ხელით მოკიდება შემიძლია და მე მაქვს გადავწყვიტო საწავიღო და როგორ და არა ვარ დამოკიდებული არაფერზე და არავისზე კი მაგრამ შენ ხელის მოკიდება შეიძლება ბევრ რამეზე არ შეგძლოს მაგრამ ფლობა აი მაგალითად შენს საბანკო ანგარიშზე კი ხელის მოკიდება მგონი არ შეგიძლია
ბარათს მოკიდა, მაგრამ თვითონ აი ანგარიშს, ხო, ბარათი, ახლა საბარათი ანგარიში კი სხვა რამე, აი საბანკო ანგარიში, ხელს ვერ კიდე, მაგრამ აი ფლობ რა და აი მაგასო, აი ეგ არის ჩემთვის რაღაც ნაწილობრივი ფლობა, რომ ვიღაცაზე ვარ დამოკიდებული. კი ბატონო, აი საინტერესო საკითხი არის და საათზე სხვათა შორის, ხო, აი ნახა მე არ ვიცი ახლა შენ საათი რა მოდელის საათი ზოგი საათი არის საკმაოდ ძვირადღირებული და აი ადამიანს შეიძლება ქონების დაყადაღების ფარგლებში საათის დაგიყადაღონ რა ამოვიღონ საათი რა ძვირადღირებული საათიო სახელმწიფოს მეკითხეს და გიყადაღებ ამ საათს მოდი მოვიხსნი მე ამას იმიტომ რომ მე ერთი ყადაღა უკვე მადევს მაინც არ დამინახოს ეს გამომართვა კარგად შეგახსენე ხო ანუ ეს საათი შეუძლია სახელმწიფოს ამოვიღოს და დაგიყადაღოს საკეთსიფო იქნება ხო მაგრამ აი ჩვენ აი გირჩევით ვიკრიბებთ რაც სხვანაირი შეხედულება გვაქვს ამ ყველაფერს რაღაც არ მოგწონს ხო სახელმწიფოს რომ შეუძლია რაღაცა ამოგიღოს აგაცალოს და დაგიყადაღოს და წაგარის ეს შენი აღარ არისო გიქოს რა აი რა შეიძლება ისეთი იყოს რასაც ასე მარტივად ვერ აგვაცლიან რა დღესდღეობით თითქმის არაფერი ქართველობა კაცობა ფიზიკური ალბათ არაფერი ხო ფიზიკური არაფერი შესაძლებელი ნივთი ხო ნამუსი აი ნამუსია ფიზიკური არაა და მაგიტო ვერ გვართმევენ ნამუს რა აი სხვა არაფიზიკური რა შეიძლება ინფორმაცია ცოდნა ხო აი რაღაც აქედან ვერ წაშლი რა ნუ ჯერჯერობით ხო სამ რა ვიცი მასკმა ნეურალინკზე რაქნა არ ვიცი მაგრამ ჯერჯერობით აქედან ვერ ვკითხულობთ რა ადამიანის დაუკითხავთ ინფორმაციას ხო ხა ზოგი იბრალებს ექსტრასენსიორ და რაღაც მაგრამ არა ნუ ვერ ვკითხულობთ რა ადამიანის პაროლი რო გიდევს თავში თუ ახლა არ გაწამეს და სავალე ტელეფონზე არ შეგაერთეს და არ დაატრიალეს ან მეგაომეტრი ხო აი ეძიკაზრონიდელმა ძალონებმა რო იცოდნენ ხოლმე აი ეგეთი რაღაც თუ არ გაკეთეთ თუ არ გაგიტეხეს და თუ არ გათქმონეს ნუ რაც თავში გიდევს იმას ვერ ამოგიღებენ რა და ზოგი ადამიანი მაგასაც გაუძლებს რა ხო მართლა გაშენ რამდენი ფული დევს ხო სასწორზე აი ეგ მომენტია ესე იგი ჩვენ მივედით აი ერთ-ერთი საკუთრების ფორმამდე რომელსაც აი მთლად ჯერჯერობით ხელით ვერ ეხებიან რა კი და ჩვენ ბევრს ალბათ ეცოდინება რომ ამ ცოტა სასჯელს იხდის ესეთი ადამიანი როზ ულბრიხტი რა რომელსაც თავის დროს Silk Road-ი დაარსა პირველი იატაკუშა ბაზარი იყო ეს ჩვენი კარგი კრიპტო ბაზარი რო არის ეთი კი არა ისინი რაღაც ცუდ რაღაცებს ყიდნენ ხო რაღაც აკრძალულ რაღაცებს ნარკოტიკებს ყიდნენ იატაკუშეთში და ნუ ადრე თუ გვიან დაიჭირე FBI ამომწყდეთ ციხეში და ბიტკოინები მოიტავა არა არ იძლევა ბიტკოინებს ბიჭო როგორ გამოვიდა აი ჩვენ მაყურებელს ალბათ ებადება კითხვა რამხელა FBI არის დაიჭირა ეს კაცი და ბიტკოინები ვერ აიღო როგორ გამოვიდა ასე როგორ გამოვიდა და ბიტკოინი არ არის ერთ ადგილას სავარაუდოდ ეგაა პასუხი და ერთ ადგილას მე ვიტყოდი რომ ბიტკოინი ერთ ადგილასაა ზუსტად მის თავშია ეგ ბიტკოინი არა ანუ თუ ჩვენ შეგვიძლია მგონი ბიტკოინს იქ თავში შევინახოთ რა ჩვენ თავში შევინახოთ ბიტკოინი ხო საფულეების გარეშე ყველაფრის გარეშე აი მან ვეღარ მოკვდა აი ეს მომენტია ესე იგი ბიტკოინის ფლობა რა არის ხა ძო შოვრიდან შემოვერთ რაღაც ახალიცო მაგალითები მივყვანეთ მაგრამ რო დავიწყოთ ცოტა უკან რო დავბუნდეთ ესე იგი მე და შენ თქვით საბანკო ანგარიში კი საბანკო ანგარიშზე რო გქონდა ბატონ როზ ულბრიხტს ფულები ხო მივიდოდა FBI ბანკში ის არის ამისი ანგარიში არის კრიმინალური წარმოშობის ფული ეს ხა ეს გამოდის სახაზინო ანგარიშზე ბანკში თავს უქნევენ რა თქმა უნდა კი ბატონო პრობლემა არა ფული გადადის სახაზინო ანგარიშზე. სატოშისთან რომ მივიდნენ ეს უკვე ხო არის სატოშისთან რომ მივიდნენ სატოში ვეღარაფერს აღარ იზავს. ეგეც არის. 0. მისი ძალაუფლება. აი მათამდე მივიდნენ. აი ხა ნელ-ნელ მიდივართ. ესე იგი ბანკში რომ მივიდნენ, ბანკი პრობლემებს გააკეთებს. მაგრამ რატო ვერ გააკეთეს ეს ბიტკოინში? უბრალოდ სად უნდა მისულიყვნენ FBI რომ სახაზინო ანგარიშზე გადმოეტანენ ბიტკოინები და გამოდის რომ ვერსად. და როგორ გამოდის რომ ვერსად? ნუ გამოდის ისე რომ როდესაც ბანკში გაქვს შენი ანგარიში ბანკს აქვს აღრიცხვის წიგნი ამას ინგლისურად ქვია ledger საბუღალტრო წიგნი აღრიცხვის წიგნი მოდი აღრიცხვის წიგნი დავუძახოთ სადაც წერია კრედიტი და დებიტი რამდენი გაქვს ვალი რამდენი გაქვს რამდენი ფლობ მინუსი და პლუსი კი ბანკს ეს აქვს SQL მონაცემთა ბაზის სახით თუ ფურსელ და თავახის ფურსლებზე უწერეთ თუ დიდი კარტოთეკა აქვს ესე ბარათს ამოეკრება ამას ამდენი აქვს ეს ჩადებს თუ ჩოთკით ითვლენ ამას აღარ აქვს მნიშვნელობა წარმოიდგინეთ რომ ბანკი არის აი ეს შენობა შეგინთ რა ხდება არგუმენტის ეს ნუ ვიცით რომ ბანკში აქვს თავისი აღრიცხვის სისტემა რა აღრიცხვის წიგნაკი რომელსაც ინგლისურად ქვია ledger და იმახსოვრეთ ეს სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ledger ქართულად აღრიცხვის წიგნაკი და ნუ ბანკმა შეიძლება ბანკმა იფიქროს რომ აქ ხანძარი რო გაგვიჩნდეს კიდე ხო რეზერვი გვინდა მეორე შენობაც გქონდეთ მაგრამ ნუ ერთ იურიდიულ ორგანიზაციას ბანკს ეკუთვნის ყველა საცავი სადაც ინახება ინფორმაცია რომ შენ ავთანდილ აი ეს პიროვნება ავთანდილი ფლობს ამ ფულს
და ბანკში რომ შეიცვალოს ამის იმ ფლობელზე ჩანაწერი ну უბრალოდ უნდა მოინდომოს ვინც განკარგავს ამ მონაცემთა ბაზას ხო იქ იქნება ბანკის CEO თუ მთავარი ტექნიკური ოფიცერი თუ რაღაც საბჭო უნდა მოიწვიოს ბანკის თუ რაღაც მითითება უნდა მოუვიდეთ მაგრამ ამის გაკეთება პრობლემა არა თუ სამ მონაცემთა ბაზა აქვს სამივეში გადაწერეთ გადავიდე სახაზინო ანგარიშზე მოჭა გადასულია შენ აღარ ფლობ სახაზინო ანგარიში ბიტკოინის მონაცემთა ბაზა ასეთივე ლეჯერის არ წერია ვინ რამდენ ბიტკოინს ფლობს ეს უკვე აღარა ერთ ორ შენობაში არამედ ჩემო მეგობრებო ეს არის ყველა მსურველის კომპიუტერზე ესაა ბიტკოინის მთელი სილამაზე მთლიან მონაცემთა ბაზას რომელშიც წერია ვინ უბრალოდ ვინ ავთო კი არ წერია წერია ფსევდონიმები რომელსაც ქვია public key აი ეს რომელი pseudonymი, მოდი ასე ვთქვათ, ფლობს რამდენ ბიტკოინს, წერია ბლოკჩეინში, მონაცემთა ბაზაში ქვია ბლოკჩეინი. ბლოკჩეინი შეუძლია ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს გადმოწეროს ინტერნეტიდან და ჰქონდეს თავის კომპიუტერზე. მაგრამ აი შიგნიდან როგორაა ბლოკჩეინი მოწყობილი, ეს დროებით გვერდზე გავავით, ეს მომდევნო გადაცემაში ვისაუბროთ. ანუ მონაცემთა ბაზაში შიგნიდან რა სტრუქტურა აქვს? ეს ცოტა რთული საკითხია, მონოგადაცემაში ამას დავუბრუნდებით. კი, private key და ასე შემდეგ ეგენი გადავიდეთ. თუმცა ამჟამად ჩვენ გვაინტერესებს რატომ არ შეუძლია ერთ პირს სახელმწიფო იქნება მულტიმილიარდერი ბოროტ მოქმედი თუ ვინც არ უნდა იყოს რომ ადგეს და შეცვალოს მფლობელი მონაცემთა ბაზაში. მონაცემთა ბაზაში, იმიტომ ვერ ცვლიან ესე მარტივად, თუ გარდა თუ მონაცემთა ბაზის სტრუქტურისა, რომელსაც მე დავუბრუნდებით, მონაცემთა ბაზა არის ძალიან ბევრ ადგილას. ყველა მსურველს შეუძლია გადმოწეროს თავიდან ბოლომდე მთლიანი ბლოკჩეინი ინტერნეტიდან. მაგრამ აქ ისმის კითხვა, თუ ინტერნეტიდან იწერ ბლოკჩეინს, რატო არ შეიძლება მივიდეს მთავრობა და საიდანაც იწერ? იქ შეცვალოს და არასწორი გადმოგაწონოს. გადმოგაწონოს ისეთ საწერია, რომ ავთოს აღარ ეკუთვნის თავისი ბოროტმოქმედებით მოპოვებული ბიტკოინი, გადავიდა სახელმწიფო ხაზინაში. აი, რატო ვერ მივა სახელმწიფო და ვერ შეცვლი საიდანაც ვიწერთ? ამ ბლოკჩეინს, ხო? აი მაგალითად თუ იწერთ ფილმს, რომელიღაცა სერვერიდან, ან მუსიკას და აღმოჩნდება რომ ირღვევის ავტორო უფლებები, ну, ვიღაცა საქართველოში შეიძლება ხდება ხოლმე ამერიკაში უფრო ხშირად, ხო? ვიღაცამ გაჭედა ფლობელმა კოპირაითის ავტორო უფლებას სასამართლოში იჩილა, დადგენილება არის სასამართლოს, მიდიან იმ სერვერს, ამოიღებენ, მეც აღარ იწერ. ან იმის მაგივრად დადებენ კლიპს, სადაც წერია ყველა ციხეში გიკრავთ პირს, ვინც ულიცენზიათ უყურებთ ფილმებსო. აკეთებენ ხომ ეს რაღაცა. ბიტკოინის შემთხვევაში ასე ვერ აკეთებენ, რა. რატო ვერ აკეთებენ? არის ამისი ძალიან მარტივი მიზეზი. ბიტკოინის ბლოკჩეინს, როდესაც ჩვენ მორიგი მსურველი რომ ჩვენთან გქონდეს ბიტკოინის ბლოკჩეინი ვიწერთ არაერთი სერვერიდან. არ უნდა იყოს სხვა მფლობელებისგან ბიტკოინის ბლოკჩეინის. მფლობელების რა, ანუ ვისაც აქვს კომპიუტერზე, მიხვდით? კი, დავით. ანუ როგორც ტორენტების შემთხვევაში, ტორენტს რო ვიწერთ, რატო ვერ შლიან ინტერნეტიდან იმ ფილმს? იმიტომ რომ ერთ ადგილას არ დევს ის ტორენტი. ყველა ვისაც გადმოწერილი აქვს, ისინი უკან იძლევიან. ნუ თლად ყველა არა, ზოგიერთი ჟმოტი არის და არა მე მარტო ვიწერო ამბობს რა, მაგრამ ავრცელებენ ხო? უმრავლესობა უკან ავრცელებს. ანუ შენ რო გადმოიწერ ტორენტს, შენ მერე ტორენტს გაავრცელებ ჩემთან, ლუკასთან, იქ ჩვენს ოპერატორებთან, ნინოსთან, რომელიც აქ მეულდება. და ყველა ვიღებთ შენგან ნაწილს. მე შენ მაგალითად გამორთო კომპიუტერი დაიზნე, შენ შემოგეშველება უკვე ლუკა, რომელსაც დანიშნი ნაწილებს და ასე ქსელი, ობობის ქსელივით ყველა ერთმანეთს უკავშირდება. და ყველა პატარ-პატარა ნაწილ უზიარებს ამ შენ ფილმს. და ბლოკჩეინის შემთხვევაში ეს ხდება ასე. ტორენტები შეიქმნა, ანუ ტორენტები P2P, peer to peer, წევრის წევრთან ფაილების გაზიარება. ეს პროტოკოლები, როგორც ტორენტის პროტოკოლი არის. ეს შეიქმნა 2000-იანების დასაწყისში, ანუ 90-იანების ბოლოს. აი ბლოკჩეინი შეიქმნა 2000-იანების მეორე ნახევარში. ან ბლოკჩეინს როცა ქმნიდა სატოში ნაკამოტო, მისი შთაგონება, ასე ვთქვათ, ხო, ან რასაც დაეღრნო საფუძვლად. რასაც დაეღრნო საფუძვლად, ეს იყო ტორენტები. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი რომ მივხვდეთ ამას. და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიტკოინის ქსელს უბრალოდ ვერ ხურავენ. იმიტომ რომ ბიტკოინის ბლოკჩეინი აქვს უამრავ ადამიანს და ერთს რომ მიადგენ კომპიუტერზე დაულეწო შაქუშით, მეორე ჩადგება მის ადგილას და მეორე გააზიარეს ბიტკოინის ბლოკჩეინს. ან ნებისმიერ მსურველს, რომელიც შეუერთდება ინტერნეტს, ყოველთვის შეიძლება გადმოიწეროს ბიტკოინის ბლოკჩეინი. ჩავით მაპატიები, გეჭრები. ერთ საინტერესო კითხვა გაჩნდა, ანუ ნეგატიური მხარეების განიხილეთ, კრიმინალმაც ხო შეიძლება მოპარული ფული მან დამალოსო რა და დამალოს რა, ანუ ბიტკოინი ვინაიდან არის საზოგადოებრივი
ლეჯერი თუ ერთი ნახეთ რომ აი ეს ფული მოიპარა კრიმინალმა ყოველთვის შეგვიძლია გავყვეთ ამ საფულეზე გადაერჩა ამ საფულეზე ანუ ანონიმური კი არ არის ფსევდონიმური ნახე თუ ვიცით რომ აი ეს ტრანზაქცია დაიწყო აქ და აი მოპარვა მოხდა ამის და გადავიდა ამ საფულეზე. ამ საფულიდან სად გადავიდა იმასაც ხედავთ, იქიდან სად გავიდა იმასაც ხედავთ, იქიდან სად გადავიდა იმასაც ხედავთ და ყველა წევრი ბიტკოინის ბლოკჩეინის ან და ნებისმიერი მსურველიც, იმიტომ რომ ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნოთ ბლოკჩეინში, blockchain.com-ზე შეხვალთ. იქ ხვის იქ საიტზე არის განთავსებული ბლოკჩეინი, იქ შეგვიძლია მოძებნოთ თითო ადრესიდან საწავიდა ბიტკოინი, ამას უყურებთ და ამიტომ, როდესაც ხდება დიდი ჰაკები, კონკრეტულ ლოკაციას მივაგნოთ ასე? არა, ლოკაციას ვერ მივაგნოთ. ფსევდონიმს ვაგნებთ, ფსევდონიმს. საფულეს მიაგნებ ამ საფულეზე მაგალითად რა ბიტკოინი დაირიცხა. ფსევდონიმს რა, ანუ public-ი, ფსევდონიმს. იმ საფულის უკან ვინ დგას? ეს შენ ჯერ არის. კი ბატონო, აი ზუსტად ამაზე. ანუ საფულეს რო ვქნით შენ სახელს და გვერდს კი არ უთითებ. უბრალოდ აგენერირებ. ხნის შენ პირად გასაღებს, მე პირადი გასაღები რჩება მარტო შენთან, პირადი გასაღები ხნი საზოგადოებრივი გასაღებს და საზოგადოებრივი გასაღებით უკვე აკეთებ ადრესების შექმნას, ადრესის შექმნას და ადრესზე იღებ. ხო და აი ეს ადრესი ჩანს, მაგრამ ამ ადრესის უკან ვინ ჩანს, მისამართის უკან ვინ ჩანს, ვინ დგას, ეს უკვე აღარ ჩანს. და ესე იგი აქედან მივიდეთ, ეს ძალიან მაგარი კითხვა არის ეს, იმიტომ რომ ასეთი შემთხვევა ყოფილა და კიდე რამდენიმე ესეთი შემთხვევა მსგავს შემთხვევაზე კიდე მე თქვენს გეტყვით რაღაცას. ეს შემთხვევა ყოფილა მოხდა პირველი ბიტკოინის ბირჟა იყო MTGOX. ესეთი ონლაინ თამაში იყო Magic the Gathering online exchange, აი რაღაცა RPG გეიმების რაღაცებს რო ცვლით რა ინტერნეტში. აი ეგეთი RPG გეიმი იყო თუ რაღაც board game, რაღაც ის აღმიზი იწიწი რა ვიღაც ასიანი თამაშობს მაგას რა. ხო მაგის ნივთებს რო ცვლიდა სასტავი მანდ დაიწყეს ბიტკოინების გაცვლა რა. წამოდი ნივთების, თამაშის ნივთები შეგეძლო ბიტკოინებში გაგეცვალო რა დრო იყო ხო პროსტა რა. პიცას რო იყიდით. პიცას რო იყიდით თამაშის ნივთებს და უცებ გახდა ეს MTGOX exchange, ანუ სათამაშო თამაშების ნივთების exchange გახდა Bitcoin exchange რა დიდი, ყველაზე დიდი ინტერნეტში. ტიპები იყვნენ ბოდიში და დეგენერატები, ანუ სხვა სიტყვას მე ვერ უწოდებ. უსაფრთხოება ქონდა ძალიან დონეზე, ტიპები დაჰაკეს და ნუ მგონი ასეულობითად რამდენიმე ასეული ათასი Bitcoin-ია მოპარული იქიდან. წარმოიდგინე. მაგრამ დღემდე ამ Bitcoin-ებს ვერ ხარჯავენ ტიპები, ვინც მოიპარეს. რატო იცი? იქიდან როგორც კი გადავა სადმე? როგორც კი გადავა სადმე, აი რო შეიტანოს ბირჟაზე იმ ტიპმა ბირჟა ეგრევე ხედავს რომ ბიჭო ეს ის მოპარული ბიტკოინი არა აი მაშინ უკვე დაუყადაღებს მივხვდი იმიტომ რომ ის უკვე ბირჟის ადრესზე იქნება გადმორიცხული ბირჟა მიცის რომ მოპარული ბიტკოინი და მაშინ უკვე ბირჟა მიტყვის არა ჩემია და ეხლა ვაფშე სახელმწიფოს გადავცემ ამას და პარალელურად ჩავბაზარსაც არ აწყობს მაგ ბიტკოინის შესყიდვა იმიტომ რომ პაბლიკ არის ყველაფერი და ვერც იქ ვერ გააკეთებს. კი ბატონო ვერათ ეთრებ რა უკვე საბოლოოდ გაშავდა. ანუ აი ხა არ დაიდნენ მოდი ჩვენ მაყურებელი კიდე ერთხელ ავუხსნათ რა რომ სახელმწიფო ვერ მოვა და შენ ბიტკოინებს ვერ დაგახებს. მაგრამ შენ ბიტკოინს შეიძლება მონიშნოს სახელმწიფომ როგორც ეს არის სუდი მოპარული ან კრიმინალური გზით მოპოვებული ბიტკოინი და ყველას უთხრეს აი ეს ტიპი გადმოგირისხავთ თუ არა ბიტკოინს თქვენ თუ ამ ბიტკოინს კიდე რამე უქენით განანებთ და ასე აკეთებს ამერიკის მთავრობა კი უბრალოდ ერთი განსხვავება ამან და კი ბატონო სხვა არის როცა გეუნება ამას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და ჩინეთი მაგალითად და სხვა არის როცა გეუნება ამას საქართველოს მთავრობა ან რა ვიცი ეგეთ პატარა ქვია მოლდოვა ან რა ვიცი ნუ საქართველოს მთავრობა ნუ თუ საქართველოში ფუნქციონირებ როგორც კომპანია ხო ხო ჩვენ ვერ გაანაღდებ მაგრამ სამაგერო წავალ Binance-ზე Binance-ზე გადავიტან ამას და Binance-დან მე უკვე წამოვიღებ ნუ საქართველოს მთავრობამ თუ არ მიმართა რაღაც განსაკუთრებული ფორმით Binance და არ უთხრა ეს არის რაღაც საშინელი ბოროტმოქმედებით მოპოვებული ბიტკოინი და ამას ხელს არ კიდებ Binance-მა ეკაითვალისწინოს ნუ ამისი ხა ამაზე მომდევნო იმაში გასამში ვისაუბრებთ და შეიძლება გაითვალისწინოს კიდევ ეს მაგას უფრო დეტალურად გავით მაგრამ ეხლა ჩვენი ვალი არის აი წმინდა ვალი არის ჩვენი სამიესი ალთოსი ლუკას დავითი რომ მაყურებლებს ავხსნათ ერთი მომენტი სანამ შენ საფულეზე არის ბიტკოინი სამ შენ მისამართზე არის ბიტკოინის თუ არ გათქმევინეს შენი private კი შენი პირადი გასაღები და არ გადარიცხეს სხვაგან მანამდე ვერავინ ვერსად ვერ წაგართმევს ამ ბიტკოინს თუმცა თუ შენი ბიტკოინი ყველა მითის რომ არის მოპოვებული დაჰაკვით მოპარული არის აი რაღაც
ყველა ხედავს ის ბიტკოინის, ყველა ხედავს სად ირიცხებს ბიტკოინი და გიჟი არავინ არაა, რომ ესე ჭუჭყიან ფულს ხელი მოკიდოს რა. აი ეს ორი მომენტი არის, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ რა. ანუ შენი ფული შენია, ტექნიკურად ამას ვერავინ ვერ წაგართმევს, მაგრამ ადამიანური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიღაცას თუ გადაურიცხავ იმ ადამიანს მიხვდა, რომ აი მე ხა ეს ფული კესადმე რო წავიღო, უკვე მე ვარდები ცუდ მდგომარეობაში. პასუხისგებლობაში მევეძლებ. მაშინ უკვე სხვანაირი წარიმართება ყველაფერი. მაგრამ მოდი დავუბრუნდეთ ისევ ფლობას, ხო? ესე იგი ჩვენ თქვით, რომ ყველას აქვს წვდომა, ყველა ადამიანს თავისუფლად შეუძლია ჰქონდეს წვდომა, გადმოწეროს ბიტკოინის ბლოკჩეინი და ამ ბლოკჩეინში ხდება აგრიცხვა ვის რომელ ფსევდონიმს, რომელ ადრესს, რამდენი აქვს. აქედან მე დასკვნა გამომაქვს ეგეთი. კი. რომ როდესაც ჩვენ აღრიცხვის ფურცელს გიკონტროლებს ბანკი ან რომელიმე კონკრეტული ორგანო, გინდა 4 სერვერი ქონდეს, გინდა 5 სერვერი, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ცენტრალიზებული და როდესაც ჩვენი ლეჯერი, ანუ აღრიცხვის ფურცელი აქვს მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრ ადამიანს. ეს არის დეცენტრალიზებული. ესე იგი დღეს ჩვენ შევეხეთ ორ ასპექტს ბიტკოინის. დეცენტრალიზება მის აღრიცხვის ციგნის, რომ ბლოკჩეინი არის დეცენტრალიზებული, ანუ აქვს ყველას ერთმანეთს უზიარებენ, რომ არასდროს არ წაიშალოს ბლოკჩეინი. და მეორე ასპექტი არის რა? მეორე ასპექტი არის, რომ ნებისმიერ ადამიანს არ შეუძლია შენი ბლოკჩეინი წაგართვას. არის და არის ღია, ანუ ღია რას ნიშნავს? ღია არის ის, რომ შეგვიძლია ჩავხედოთ და ვნახოთ რომელი ბიტკოინი სად წავიდა. ანუ საჯაროობის პრინციპი აქვს ესე. საჯაროობა, ხო, ღია არის საჯარო. ნებისმიერ ადამიანს შეგვიძლია მივიდეთ ნებისმიერ ადგილას და ვთქვათ. აი მაგალითად, აი ბანკში თუ ვერ ნახო, ბოდიში რომ შეგეწონა, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. აი კიდე გასხოვე ბანკიდან. ბანკში ავთოს ანგარიშიდან სად გადაერიცხა ფული, ამას ვერ ნახავს ყველა გამვლელი. ბიტკოინის შემთხვევაში ნახავს ყველა გამვლელი სად გადაერიცხა ავთოს ანგარიშიდან. თუ იცის ავთოს ანგარიში. მაგრამ ბანკის შემთხვევაში სახელმწიფო შეუძლია ნახოს სად გადაერიცხა ბიტკოინის ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია ნახო და სახელმწიფოსაც. კი. ანუ უბრალოდ აქ ის არის რომ პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხდება ამ შემთხვევაში. ანუ როგორ გამოვით? ნახე, რაღაც ასპექტებში ბიტკოინი უფრო ანონიმურია ვიდრე საბანკო გადაერიცხვა. რაღაც ასპექტებში ბევრად ნაკლებად ანონიმურია. ანუ სად წავიდა ფული, ფულის კვალს ხედავს ყველა, ნახე. აი მოდი ესე წარმოვიდეთ ანალოგიას. არ დაგავიწყდეს კითხვა, ანალოგიას ვიტყვი ერთს რა. წარმოვიდგინეთ ზემოდან უყურებთ ბილიქს. და ვხედავთ ადამიანს ნიღბით, რომელიც მიდის ამ ბილიქზე. სად წავა ამ ბილიქზე? ან რომელ საფულეებზე წავა? ყველგან ხედავ. ყველგან ხედავთ, მაგრამ აი ვინა ამ ნიღბის ქვეშ? იმას ვერ ხედავთ. აი დაახლოებით ასეთია ბიტკოინის ბლოკჩეინი. დავით, ვაუ, დამოვიწყე. არა, მე მოგეშველე, იმიტომ რომ მე მქონდა კითხვა. დავით, კი, მე გამახსენდა და კიდევ. კაი, თქვი. ანუ თქვათ ეხა ნახე როგორ რაღაცა არის, ალბათ ყველას დააინტერესებს. თქვათ ეხა Binance აქვს ესეთი სისტემა, დავით რა, გეცოდინება რომ ვერიფიკაციას აქ იმას გავდივართ და KYC know your client. ხო, გავდივართ, ჩვენი ID-ის თქვათ მისამართი გვაქვს, ჩვენი ID კოდი გვაქვს და მაგალითად რაღაცა გამოიგზავნა ამ მისამართზე. შენ ამბობ იმას რომ იდენტიფიცირება კონკრეტულ ადამიანამდე ვერ მივდივართ ვოლეტამდე და ოკეი და ის ჩანს და ესე თქვა შეიძლება ამის ესე თქვა ამოგება მაგრამ ტიპამდე რატო ვერ მივდივართ ძალიან მაგარი კითხვა დასვი მივხვდი ძალიან მაგარი კითხვა დასვი და აუცილებლად უნდა გამხსნებოდა მეც მე თუ უნდა ახე შემთხვევით მე თუ უნდა ვთქვი ეს კითხვა საქმე რაში არის რომ ესე იგი სახელმწიფოს ძალიან უნდა რა რომ იცოდეს რეალურად ვინ დგას თითო ვოლეთის უკან. ამიტომ თუ თქვენ ბირჟაზე ცვლით ფულს მაგალითად ბიტკოინის დოლარში სახელმწიფო ბირჟას ავალდებულებს რომ ყველა კლიენტის პირადი მონაცემები ჰქონდეს, პირადობის მოწმობა, სურათი და ასე შემდეგ. ესე იგი ეს რაც ნიშნავს თუ ბირჟაზე იღებთ მისამართს და არა თქვენ საკუთარ ვოლეტზე. ბირჟაზე გიწევთ შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები. ამას ქვია KYC know your client ესა AML პოლიტიკის ნაწილი, anti-money laundering policy. ფულის გათხრების საწინააღმდეგო პოლიტიკის ნაწილი არის, რომელსაც ბევრი იურიდიული ჩარჩო ფრეიმვორკი განსაზღვრავს და Binance-იან სხვა ბირჟაზე როცა იღებთ მისამართს, იქ კი მუთიათ პირად მონაცემები და იქ უკვე ისიციან საიდანაც მოვიდა დაახლოებით ბიტკოინი. და თქვენ ვინც ხართ? შეიძლება ის არ იცოდეთ თქვენამდე ვის ქონდა ხელში ეს ბიტკოინი. მაგრამ ყოველთვის შეუძლია დაგისვან კითხვა, შენ საიდან მიიღეს და გამოკითხონ და შენ, მაგრამ ამას ეხა შორს წაგვიყვანს ამას საუბარი. ვიცი რომ აი ამაზე ედმის და ლოგიკური კითხვები არის, მაგრამ მომდევნო ერთ-ერთი მომდევნო გადაცემის თემა იქნება ეს ჩვენი აი ამაზე დაწყვილების საუბარი, რამდენი ინფორმაცია, როგორ, რა მეთოდებით შეიძლება ამოიღონ ბლოკჩეინიდან. მაგრამ დღეს ჩვენ უნდა ფლობაზე უნდა ვისაუბროთ. ანუ ერთი რაღაც კიდე რაც შეიძლება ვთქვა რა, თქვენ
ჩვენ ყველა მოვკვდებით, როგორც ჰაიდეგერმა თქვა death is the most certain possibility. ყველაზე certain ყველაზე უდავო შესაძლებლობა არის სიკვდილი, ხო, ყველა მოვკვდებით. რომ მოვკვდებით ჩვენი საკუთრება ანდერზად რომ არავის არ დავდოთ მემკვიდრე რო არ იყოს, ნუ უპატრონო არ დარჩება რაღაცა ფორმებით ან სახელმწიფო დაეპატრონება ან რაღაც ასე შემდეგ. აი ბიტკოინის ეს საკუთრებაა, რომ მოვკვდები თუ მარტო შენ თავში გქონდა ბიტკოინის private key, ის ბიტკოინი დაიკარგება სამუდამოდ. 21 მილიონი ბიტკოინი რო არის, ის ბიტკოინები ნელ-ნელა კიდე შეცვეთავდება, იკარგება ბიტკოინი და უკან ვეღარ ვქნით იმ ბიტკოინს. იმიტომ რომ ყველა შეთანხმებული იმაზე, რომ ყველას ვინც ბიტკოინში მონაწილეობს, ბიტკოინის ქსელში მონაწილეობს, შეთანხმებული იმაზე 21 მილიონზე მეტი აღარ იქნება და ფლობელობა არის საბოლოო. ამას ქვია ესე იგი immutable ინგლისურად, რომელიც ქართულად არის შეუცვლელი. Immutable არის ობიექტ ორიენტირებულ პროგრამირებაში არის ეს კონცეფცია. და ნიშნავს იმას, რომ ობიექტი რო შეიქმნება ციფრული ობიექტი, იმას ვეღარ შეცვლი რა. ანუ ტრანზაქცია რო შევა ბიტკოინის ბლოკჩეინში, რაღაცა დროის მერე, რამდენიმე დადასტურების მერე მათემატიკურად შეუძლებელია უკვე რომ ის შეიცვალოს ფაქტიურად. ეს როგორ მუშაობს ამას მომდევნო ეპიზოდში უკვე ბლოკჩეინის სტრუქტურას რო განხილავთ, მან ვილაპარაკებთ ამაზე. კაცო, აქვე ლაივში კითხვა და ის, ანუ დღემდე გაჭედილიაო MT Gox-ის მოპარული ბიტკოინებიო? კი, ხო? კი, გაჭედილი. არა მარტო MT Gox-ის მოპარული ბიტკოინები, არამედ უამრავი სხვა ჰაკი. მაგაზე მაშინ დღეს მგონი ცოტა მეტი როგორ ერთ რამას ვიტყვი კიდე. მაგალითს ვიტყვი. არის ჩქარა კაცო. ხო. მაყურებლებს დაინტერესებთ MT Gox-ის გარდა ერთ-ერთ ბირჟას Bittrex-ი იყო მგონი. Don't quote me on that. მგონი Bittrex-ი იყო. მოპარეს რამდენიმე 1000 ბიტკოინი რამდენიმე წლის წინ. და ვერ ხარჯავენ ჰაკერები ბიტკოინს, მაგრამ რამდენჯერ რასაკეთებენ ისიც? ეს პოლონიექსი ხო არის ხო? არა, Bittrex-ი ხო, ყველა დააკურია. ხო, ყველა დააკურია. რასო ნახე, ხო ვერ ხარჯავენ ბიტკოინს, მაგრამ რასაკეთებენ? და ამუღამეს რომ ბიტკოინს ერთი თავისაფულიდან მეორეზე რო გადარიცხავენ, whale alert-ი ირთვება და იტვიტება რომ აიმე დაჰაკული ბიტკოინები ერთი მისამსთან მეორეზე გადაერცხა, ხალხი პანიკაში ვუიმე ყიდიან ბიტკოინს და ფასი ოდნავ ეცემა. ტიპები შედიან შორტავენ. და მე გადარიცხავენ ამ ბიტკოინს. მაგარია მე. და რო შორტავენ და რო გადარიცხავენ ბიტკოინს, ფასი ეგრევე ეცემა. ხალხს ახსენდება რამდენიმე 1000 ბიტკოინია მოპარული. ვაიმე ეხა ეს ბიტკოინები უცებარ გაათეთ რომ რაღაცა საოცრება და არაფერი ღირებულება რა აქვს იმას. არა. просто დადის იქით ახეთ რა. დადის იქით ახეთ და უცებ ოდნავ დაეცემა shorted pulse-ი შორტ. მე მინდა რომ აი ეგ მისამართები რაც უკვე ცნობილია, ამ ესენი გამოვა ქვეყნოთ და როცა whale alert-ი მოვა, ჩახედეთ ხალხო თუ და იწერება კიდევაც, იქვე იწერება whale alert-ზე, ეგრევე იწერება დაჰაკული ბიტკოინები არის, მაგრამ ხალხი მაინც პანიკაში ოკეი. ნაწილობრივ იმიტომაც რომ ხალხს ახსენებ რომ დაჰაკული ბიტკოინები დღემდე ესე დადიან წინ და უკან და რაღაც მაინც ფსიქოლოგიურად მოქმედებს როგორც ჩანს რა და იდამფება ოდნავ ფასი შორტში ფულს შოულობ. ან როცა ეგ ამბავი იქნება ეგრევე შორტზეა შესასვლელი რა. whale alert-ის დროს. მე მაგას არ ვაქცევდი ყურადღებას რაზე იცი. ანუ ესე იგი რატო ერთი სქემა აქვს. შეხედეთ თავში მომდის ახლა ესეთი ერთი სქემა. აი ესენი რო ადგნენ, უბრალოდ პრინციპულობის გამო სვეჩი აი ადგენენ და თვითონ ხო ვერ იყენებენ ამ ბიტკოინებს რა. რო დაწვან. ანონიმურად ტიპებს მიწერონ და ერთი ნახევარი თავის ასეთას ბიტკოინს, ანუ 50000 ბიტკოინი დაანაწევრონ ისე, რომ დაახლოებით მილიონ ადამიანს დაურიცხონ. ეგეთი მეთოდი სხვათა შორის, ეგეთი მიდგომა მაგაზე შეძლობდნენ ინტერნეტში, რომ მაგას რასაც ახლა მაშინ უგრმავდებით უკვე მაგას, მაგრამ ახლა დასკითხო გიპასუხებ. მაგის ანალიზი ჭუჭყიანი ბიტკოინის არის მოვიდა ინგლისურად ქვია taint analysis, ჭუჭყის ანალიზი რა. და ჭუჭყის ანალიზი აზრი რო დაკარგოს, არც ბევრი ადამიანი უცნაური ჭუჭყის ანალიზმა აზრი დაკარგოს. ამიტომ აქვთ მიდგომა, რომ შემთხვევით ადრესებზე გადავირცხოთ მოპარული ბიტკოინები და შეიძლება ქნაკებად ეს. თუ რამე მე იცოდე ზეპირად ვერ ვიტყვი შესაძლოა შეიძლება ადრესებს გადმორიცხონ ის ჭუჭყიანი ბიტკოინი. კარგი იქნება თუ ცუდი თქვენ ჭუჭყიანეს ბიტკოინი. იმიტომ დანარჩენი ბიტკოინი, რომელიც მაგ ადრესზე გაქვთ, იმათაც გააჭუჭყიანებს ის ბიტკოინი, მე ბირჟაზე უნდა მივხვიდეთ და დაუმტკიცოთ, რომ ბოდიში მე არ ვარ არაფერ შუაში, ძალით გადმომირიცხეს, არ მithხოვია კავშირი არ მქონი იმ ადამიანს. ამ ხელა წამყვანი კაცი ვარ დავით ახლა. არ ცხენი, როგორ დაინასო დაურეკავ, ამ ხელა კრიპტო ბაზარი მიყავს. თქვენ ბიჭო. სიზეთი დიდი ბოდიშია მე Please our friends if your bitcoins are hacked please send us.
our wallet address. So anyway, anytime you can see our wallet address. Any bitcoins are welcome. Yeah. Any bitcoin are welcome in our TV show. კარგი, მოდი საქმესაც რო დაუბრუნდეთ თან. დავით, აი ესეთი კითხვა იყო, ჩვენ ახლა ღერდად გილჩიც რო საუბრობდით, ჩვენ ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა კითხვა ესეთი. ანუ დაიწერავ ეს ბიტკოინის კოდიო, ხო? რატომ არ შეიძლებაო რომ ვინც დაწერო ამას რამე უკნა? ძალიან მაგარი კითხვა, კარგი კითხვები შემოგდის. ისევ შეგაწყვეტინებ. ხო, ნიკა აუცილებლად რაზმა აუცილებლად მოусმინე ამ ამბავს. ბიტკოინის კოდი იცვლება და მოუწევს დამოვიწყდა რომ ახლა ოდნავ კიდე შეიცვლება ბიტკოინის კოდი, ტაპრუტი გააქტიურდება ნოემბერში, ტაპრუტი არის ოდნავ იცვლება ბიტკოინის პროტოკოლის ახალი ტიპის მისამართები შემოვა, რომლების მეშვეობითაც შესრულებული ასე ვთქვით, smart კონტრაქტი ჩვეულებრივი ტრანზაქციისგან განურჩეველი იქნება. ეს გაუმჯობესებს პრივატულობას, კონფიდენციალურობას ბიტკოინის გადარიცხვის, ანუ ანალიზი გართულდება ოდნავ ბლოკჩეინის მესამე პირებისგან. ანუ ვეღარ ვნახავთ რომელი არის უბრალოდ გადარიცხვა, რომელი არის მაგალითად side chain-ში გადატანა ბიტკოინის, რომელი არის smart კონტრაქტის შესრულება, ან რომელი atomic swap-ი ბიტკოინის. ეს რას ნიშნავს? ამას უკვე ეხა ბევრი ვერ გაიგებს, ამას რომელიც ვერ გაიგებს, ამას სხვა ეპიზოდებში დავუბრუნდებით. კი, მაგას დავუბრუნდით, უბრალოდ აი კიან არა კითხვას არის. რატო არ შეუძლიათ რომ შეცვალოთ? ამ კითხვას უნდა იცოდნენ რა. შესვლა როგორ ხდება? ბიტკოინის კოდში შესვლა ცვლილება უნდა მიიღოს უმრავლესობა ვისაც აქვს გაშვებული ბიტკოინის პროგრამა, ბიტკოინის კლიენტი თავის კომპიუტერზე. ბიტკოინის კლიენტი არის ბიტკოინ დემონი. დემონი იმიტომ კი არ ქვია სატანისტური არის. Unix სისტემებში დემონი ქვია, ასე ვთქვათ, პროგრამას, რომელიც არის background-ში. იმიტომ ეშინიათ ხოლმე ჩვენთან 666. Background-ში გაშვებულ პროგრამას ქვია დემონი. Background-ში ეშვება ოპერაციულ სისტემაში ბიტკოინის პროგრამა, ასე ვთქვათ, და ის სხვა შორის მაქსველის და ლაპლასის დემონის გამო ქვია დემონი. აღარ მინდა ამას. background-ში ეშვება ეს პროგრამა ბიტკოინდე. გადმოიწერს ბიტკოინის ბლოკჩეინს, ან მინიმუმ ნაწილობრივ გადმოიწერს, თუ pruned mode-ში არის, გასხლულს მაინც გადმოიწერს, თუ მთლიანს არა, თქვენ მივხვდეთ პარამეტრებს როგორ გინდათ გადმოიწეროთ და ამის მეშვეობით შეგიძლიათ ბლოკჩეინში იქეკოთ თქვენ კომპიუტერზე, შეგიძლიათ ტრანზაქცია განახორციელოთ, შეგიძლიათ მაინინგი გააკეთოთ, ხო? და ამ ყველაფერზე საპასუხისმგებელი არის ბიტკოინის პროტოკოლზე დაფუძნებული პროგრამა Bitcoin-D. ახლა რატო შეიძლება შეიცვალოს ბიტკოინის კოდი? ბიტკოინის კოდი რა არის პირველ რიგში? ბიტკოინის კოდი არის კარგას აი ეს პროტოკოლი, რომელიც ყველაზე გავრცელებული რეალიზაცია არის. არ შეიძლება შეიცვალოს ისე რომ მაგალითად ჩვენი მეგობარი რაზმა და დაზარალდეს. გასაგები, აი 10 წუთი დამჭირდება ამ კითხვისთვის, ამიტომ მოდი მოვემზადოთ. კარგი კითხვა, აუცილებლად უნდა ვაპასუხოთ, რამდენი უნდა მოვითმინოთ ამაზე პასუხი. ესე იგი, როგორ ვთქვით, პროგრამას რა ბიტკოინზე პასუხისმგებელია, ბიტკოინის პროტოკოლი, ამ პროტოკოლი რა შეცავს, ვინ როგორ ვიქცევ წესებია, წესების ნუსხა რა. გვაქვს წესების ნუსხა, ესე იგი ბიტკოინის პროტოკოლში როგორ ვიქცევთ, მაგალითად წესების ნუსხაში წერია რომ ბლოკის ზომა ერთი სეგმენტი მონაცემთა ბაზის ან ბლოკი შეიძლება იყოს მეგაბაიტიანი, მეტი ვერ იქნება, მაქსიმუმ ზომა არის მეგაბაიტი. ასე წესები არის პროტოკოლში მოცემული. პროტოკოლზე დაფუძნებული არის Bitcoin-D, პროგრამა Bitcoin-ის, რომელიც ტრანზაქციას გადასცემს Excel-ში და ხდება propagation ტრანზაქციის გავრცელება, მის მეშვეობით ხდება მაინინგი ასე შემდეგ. Bitcoin-D-ს კოდი კოდზე მუშაობს Bitcoin Foundation, ხალხი, რომლებიც ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა, ჯერ კევინ ანდერსონს გადასცა სატოშიმ ამ ეს რეპოზიტორი მერის ხოს, მაგრამ როცა რამე სრულება უნდათ, ესე უბრალოდ ვერ შეცვლია ამ კურსზე ყველასთან ვერ განახლდება, არა. ხალხს აქვს ჯერ კიდევ წინა ვერსია, ძველი ვერსია გადმოწერილი და განაახლებს კოდს მარტო თუ რაღაც საშინელება არ დაიწერა იმ კოდში. თუ არ დაიწერა იმ კოდში, მაგალითად, რომ აუცილებლად ყველა მესამე ტრანზაქციას ურიცხავთ დავით. ხდებით, ან არავინ არ გადმოიწერს ეგეთ კოდს, თქვენ ცოტა გიჟები ხართ ხალხო. არა. ეხლა მოდი სხვა გუნდმა იმუშაოს მაშინ და ჩვენ სხვა გუნდის გაკეთებულ ცვლილებას მივიღებთ. ანუ ხდებით, ის რომ Bitcoin-ის პროტოკოლი შეიცვალოს, ბევრი უნდა დაეთანხმოს ამას. უმრავლესობა უნდა დაეთანხმოს. არა მარტო მაინერები უნდა დაეთანხმოს ამას, აი ეს მინდა გაიგოს ხოლმე. არა მარტო მაინერები უნდა დაეთანხმოს ყველას.
არა, უბრალოდ ადამიანები, რომელთაც მაინინგი არის აქვთ ჩართული, მაგრამ Excel-ში მონაწილეობენ და ბლოკჩეინი განმოწერილი აქვს. ეს ადამიანებიც უნდა დაეთანხმონ, რომ მათ მაინერების შექმნილი ბლოკები მიიღონ და დაამატონ თავის ბლოკჩეინში. იმიტომ რომ საბოლოოდ ბლოკჩეინის გამოწერას ვახდენ ძირითადად ჩვეულებრივი წევრებისგან სხვა და იმ ბლოკჩეინში, იმ ბაზაში რა შევა არის დამოკიდებული ინდივიდუალურ მაინერების ინდივიდუალური Excel-ის წევრების node კვანძი ქვია ამას. Bitcoin-ის Excel-ის node ქვია, რომ გაუშვებთ თქვენ კომპიუტერზე Bitcoin Des, Bitcoin-ის პროგრამას ხდებით. Node კვანძი ინგლისურად node კვანძი ხდებით აი Bitcoin-ის Excel-ს, აი ობობის Excel-ში კვანძი რო წარმოთესდი კვანძი ხდებით. რა და იმ კვანძებზე რა პროგრამა არის გაშვებული, აი მაგაზე დამოკიდებული ყველაფერი. და მე თუ სისულელეს ჩააწერს იქ, ეს ხალხი უბრალოდ არ გადმოწერს. ამიტომ ცვლილება. შენ გინდა თქვა რომ ბაზარი არეგულირე? ბაზარი არეგულირე. ანუ Bitcoin-ის Excel-ში ცვლილება ამის გამო არის ძალიან რთული პროცესი. ანუ კატასტროფულად რთული არის, მთელი მექანიზმები ხდება საჭირო, რომ ნახოთ, რომ ხმა მისცენ ადამიანებმა და ასე შემდეგ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ტაპრუტის ცვლილება მოხდა ლოქინი ტაპრუტის ცვლილების, ანუ დამტკიცდა რომ ნოემბერში განახლდება ტაპრუტის ცვლილება. როგორ მოხდა ეს? აუ ხა ძალიან არ გამიგზავნეთ. მოკლედ თავისუფლად იგზენით. ესე იგი, ერთ-ერთი განახლება, ერთ-ერთი ახალ ვერსიაში Bitcoin Des, Bitcoin-ის კლიენტის ჩაწერეს, რომ თუ ახალ შექმნილი ბლოკების ბოლო ბაიტი არის თავშეთ ერთიანი, ესე იგი მაინერი აძლევს ხმას, რომ კი თანხმობა ტაპრუტის ცვლილება, თუ არის ნოლიანი, არ აძლევს ხმას. და მერე მაინერებმა დაიწყეს მაინინგი და ვისაც მოსწონდეს ცვლილება, ტაპრუტის ცვლილება, ქვია არ აქვს მნიშვნელობა ტაპრუტი რა ცვლილება, პატარა ცვლილება პროტოკოლში ტაპრუტი, ნუ ან არცე პატარა, პროტოკოლის ცვლილება არის. მაინერებმა ვისაც აწყობდა ჩართეს თავისი Bitcoin Des-ე, რომ ყველა შექმნილი ბლოკის თუ გავვარდებოდათ და ბედი გავიგონეთ ბლოკ შექმნიდან, ბოლო ბაიტი ყოფილიყო ერთიანი და ყველა სხვა Bitcoin Des პროგრამა ხო უყურებს ამ შექმნილ ბლოკებს. და კოდში უწერია უკვე რომ თუ 90%-ზე მეტი ბლოკების არის აი ამ ერთი ბაიტით დართული ბაიტით. მაშინ ნოემბერში გააქტიურდება უკვე მაშინ ნოემბერში გადავალთ პროტოკოლზე, რომელიც უკვე გვიდევს აკშიგნითვე და აი პროტოკოლს გავაქტიურებთ. თუ არა, მაშინ არა ხელს არ მოგიდებთ რა. ხალხმა გადმოწერა, მისაღებად ჩათვალა ყველამ, რომ ნუ კი ლოგიკურია, მაინერებს შევეკითხოთ, მოდი მაინერებმა მისცენ ხმაო. ყველამ გადმოწერა განახლდა ამ Bitcoin Core-ის, ბოდიში Bitcoin Core ქვია ამას რა, Bitcoin Core-ის დემონი არის Bitcoin Des. აი თვითონ ამ პროგრამას ხო Bitcoin Core. აი ეს დემონი არა და ჩვეულებრივი დემონი. Bitcoin Core ქვია რეალიზაციას ამ Bitcoin-ის პროტოკოლის, მისი დემონი გადმოწერეს, Bitcoin Core გადმოწერეს, დემონი გაუშვეს, ყველა თანახმა მაინერებმა მისცეს ხმა. 98% ორკვირიან სეგმენტ ხდებოდა ხმის მე ერთ ორკვირაში თუ ვერ გამოვიდა და 90% მე მეორე კვირაში, მე მესამე კვირაში, მეორე მესამე მცდელობაზე ამ მისცეს ხმა 98%-მა და ყველა პროგრამა ავტომატურად გაწდა. აქშო არის 90% ბლოკებზე მეტში ეს ერთი ბოლო ბაიტი ერთიანი ჩართული. ვсё, ნოემბრიდან ვააქტიურებ პროტოკოლის ახალ ცვლილებას. ხო და ეხლა ვისაც გონია რომ მინიმუმ შეიძლება მარტივად ადგის სატოში ნაკამოტო მოვიდეს და იცით რა არის, მოდი დღეს 100,000 კომპიუტერზე გაშუღებულ პროგრამას შევცვლი. ნუ არ მოხდებოდა. სატოში ნაკამოტოს რაც შეუძლია არის რომ თქვას რომ თავისი ავტორიტეტი გამოიყენოს იმაში, თუ ცოცხალია ეს ადამიანი მე არ მგონია. ან ადამიანები, ნუ შეუძლია თქვას რომ მე ვთვლი რომ ეს კარგი იქნება და ბევრი მოусმენს ამას. და შეიძლება ასე მოხდეს. მაგრამ თუ რაღაც სრული სისულელე თქვა, არ მოусმენენ. ეს უკვე ადამიანური ფაქტორზეა დამოკიდებული. ანუ ჩვენ ადამიანურ ფაქტორს საბოლოოდ ვერ ამოვიღებთ, თუ ახლა მილიონმა ადამიანმა, ვისაც აქვს გაშვებული Bitcoin-ის node კვანძი გააწყვეტა ერთ დღეს, რომ იცი რა არის, ჩვენ რაღაც სისულელეს ვიოთ ყველამ რაღაც მიზეზების გამო შეუძლია ქნან, მაგრამ ნუ ამის შანსი არის მიზერული, მაგრამ ადამიანური ფაქტორის შემცირებას ვახდენთ მინიმუმამდე, იმიტომ რომ სისტემა არის დეცენტრალიზებული, პროტოკოლის რეალიზაციას აქვს ყველას თავისთან გაშვებული Bitcoin Core და ვერავინ ცენტრალური პულტიდან ვერ შეუცვლის შენ ნოუთბუქს კოდს, რომელიც ზედაა გაშვებული. შენ თუ არ მოგინდა რომ ახალ ვერსიაზე გადახვიდე და განაახლო და თუ იმ სისულელე წერი არ განაახლო. და თუ Excel-ის აზრი ამაზე იყოფა ორად, ხდება hard fork-ი. ანუ უხეში გაყრა რა, თუ Excel-ში ძალიან გაიყო აზრები.
შენ არ განაახლე, ხომ განაახლა, მაშინ ორი პარალელური ბლოკჩეინი დაიწყებს ფუნქციონირებას და ფორკები მოხდა. მაგალითად მოხდა hard fork-ი Bitcoin Cash-ზე, როცა ბლოკის ომის გაზრდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი. კი, და ვერ შეთანხმდნენ, ანუ უნდათ რომ გაიაფებულიყო ტრანზაქცია, უნდათ გევინ ანდერსონს სხვა შორის უნდა ბლოკის ომის გაზრდა 20 მეგაბაიტამდე. გევინ ანდერსონი იყო ფაქტობრივად სატოშის შემსვლელი ადამიანი, რომელსაც სატოშიმ გადასცა მართვა ამ ყველაფრის. გევინ ანდერსონმა თქვა, რომ გავზარდოთ ბლოკის ომ 20 მეგაბაიტამდე, რომ თითო ბლოკში უფრო მეტ ტრანზაქცია დაეტიოს. ეს ცუდი იყო დეცენტრალიზებისთვის, იმიტომ რომ ესე იგი უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს, რომ მთლიანი ბლოკჩეინი იქონიოს, რომ როცა ერთი ბლოკი არის 20 მეგაბაიტი, 1 მეგაბაიტის ნაცვლად. ესე იგი 20 ჯერ მეტს იწონის, 20 ჯერ მეტი იქნება მეგაბაიტებში, ან გიგაბაიტებში ზომა ბლოკჩეინს. ანუ უფრო ცოტა ადამიანი შეძლებს, რომ მთლიანად გადმოწეროს თავის კომპიუტერზე. ბლოკჩეინი. უმრავლესი ვარ დაეხთანხმა გევინ ანდერსონს და მოხდა hard fork-ი. ეს იყო ცუდი Bitcoin-ისთვის ფასი საკმაოდ დაეცა. ეხლა არსებობს Bitcoin Cash-ი, ჩვენ ბანკომატებზე მწვანე არის. ბუ, მეორე მხარეს განვითარებული BCA-ი შეწერია, დააჭერთ ხელს Bitcoin Cash-ზე გადაერთვა. ტრანზაქცია უფრო იაფი არის Bitcoin-ზე, კი ბატონო. დაასკან ერთმანეთს გადარიცხავთ. მაგრამ ყველაზე იაფი რომელია? Litecoin-ი ალბათ ამ დროს. და აი მაგის კითხვა მინდოდა დავით. შენ რო აი ახლა მაგალითად საუბრობდით ანონიმურობაზე, რატო არ შეიძლება შეიცვალოს და მაგ ნაწილში შეეხო. უბრალოდ ერთ პატარა კითხვა. ანონიმურობა არ შესუსტება, ანუ ანონიმურობა როგორ უნდა შესუსტდეს, მაშინ და დავალდებულთ ყოველ პირადობა მიამაგროს მის ამართ. იქით ვკითხულობ, შეხედე? რატო არ შეიძლება რომ გაიზარდოს ანონიმურობა? არა, სხვა აი შეხო თქვი რომ ახლა ფორკი რომელიც გაზრდის ანონიმურობას და კონფიდენციალურობას და მოკლედ ტრანზაქციას. რაღაც კონტექსტში ხო. ეგ კერძო შემთხვევებში გაზრდა. აი Litecoin-ის Mimble-Wimble პროტოკოლი ხო ეგ არის რომ დაუშვათ მის სამართების ოდნავ გაზრდის Mimble-Wimble, კი ბატონო. ანუ ძალიან დიდი რაღაცა, ესე იგი აქაც როგორი PR-ის მიდის, მსგავსი არის. ორი ლიდერი არის კონფიდენციალურ კრიპტოში, ეს არის პირველი Monero. Monero's აქვს ოფუსკირებული ბლოკჩეინი, ხალხი არის, მაქსიმალურად იდეოლოგიურად ორიენტირებულები არიან ანონიმურობაზე. მეორე არის Zcash-ი. Zcash-საც აქვს ძალიან მაგარი ტექნოლოგია, საინტერესო ტექნოლოგია. Zero knowledge proofs. ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ ეს ტექნოლოგია. Zcash-ი დღეს ანოშებას დავამატებთ Zcash-ი ჩვენს ბანკომატებზე სხვა შორის ვიცადეთ. ZEC. არის Zcash-ი. კიდე ერთხელ რამეს ვიტყვი? DAO fork-ი იცით? DAO? კი. DAO. მოდი ვუთხრათ მაყურებელს რა მოხდა Ethereum-ის ბლოკჩეინში. ესე იგი იყო ესეთი დეცენტრალიზებული ფინანსების ერთ-ერთი პირველი ვარიანტი DAO ერქვა და DAO-ში ლიკვიდურობაში შეიტანეს ადამიანებმა ძალიან დიდი ოდენობა Ethereum-ი. ეს ხდება 1-5 წლის წინ. მე აღმოჩნდა რომ DAO-ს პროტოკოლში იყო პრობლემა, ვიღაცამ დააჰაკა DAO და მგონი რაც Ethereum-ი არსებობდა, იმის ერთი 10% მაინც გადაერიცხა თავის. ხა წარმოიდგინეთ, Ethereum-ი რამდენიც არსებობს, იმის 10% ერთ ადამიანსაც დააჰაკეს. გამოვიდა ვიტალიკ ბუტერინი, Ethereum-ის Foundation-ი, არა ხალხო ეს არაა მისაღებიო. ვახდენთ forks და უნდა დავაბრუნოთ ბლოკჩეინი, სამის ჰაკი მოხდებოდა იქამდე მდგომარეობაშიო რა. ნაწილი დაეთანხმა, ნაწილმა თქვა ვიტალიკ, არა, ცუდი ვარიანტია ეგო, იმიტომ რომ მთლიან მიზანს რაცაა ბლოკჩეინს, რომ საბოლოო ტრანზაქცია და ხელშეუხებელია. იმას და ხელშეუხებელი, იმას ჩვენ ხაზი გადავუსმენთ ამითიო, ვერ შეთანხმდნენ. ვიტალიკმა ადგა, გააკეთა რაც უნდა და დიდი ნაწილი ხალხის აყვა, გადმოწერეს კლიენტის ის ვარიანტი, კლიენტი ამ პროგრამის ვარიანტი, რომელიც დააბრუნებდა ბლოკჩეინს ყველასთან იმ ძველ ვარიანტთან, მაგრამ ნაწილმა არაო და ასე მოხდა fork channel-ს ნიშნავს, ანუ ორად გაიყო ხო გზა. coin-ის და შეიქმნა ETH-კლასიკი, Ethereum კლასიკი, რომელსაც არ აქვს შეცვლილი, არ აქვს დაბრუნებული ჰაკამდე ვარიანტში, ანუ იქ ჰაკერს კიდე აქვს თავისი ისინი, მაგრამ იქაც რაღაც გაუჭირდება ალბათ ახლა ის ხო იცი? იქაც გამჭირდება. კი, სხვათა შორის Ethereum-ის ერთ-ერთი შავი ლაქა იყო ზოგი რაღაც. კი, ძალიან შავი ლაქა იყო, დღემდე ძალიან სამარცხვინო, მართლა სამარცხვინო რაღაც იყო. ჯერ ერთი ის ჰაკერის გამოც მოხდა, ეხლა მე Ethereum ძალიან უყვარს, მაგრამ ჰაკერის გამოც მოხდა, მარტო DAO-ს პრობლემა არ იყო. Ethereum-ს და Solidity-ს ჰქონდა პრობლემა, Ethereum-ის პროგრამირების ენას, Ethereum ხო smart კონტრაქტების პლატფორმა არის. მაგის პროგრამირების ენას ჰქონდა პრობლემა და მეორე ნამდვილად შავი ლაქა, როგორც ავთომ თქვა, იმიტომ რომ ესეთი რამე არ უნდა მოხდეს 10%, 20%. ჯობია საერთოდ კრიპტოვალუტა ჩამოიშალოს, ალბათ ჯობდა Ethereum ჩამოშლილიყო და პრინციპს არ უნდა ეღალატა. პრინციპს არ უნდა ეღალატა და ამის გამო იყო, რომ ბევრი წელი Ethereum-ის ფასი იყო ძალიან დაბალი. კი.
აი მე რაღაცა მე დაავიწყდა ეთყობა ხარ ხო იცი მაინც ემოციური არსებები ვართ დაავიწყდა ბევრს მოკლედ ეს ეთერუმის ამბები და მგონია უკითხავს კარგად უპასუხეთ ხომ ან ან მოდი მაყურებლებს ვთხოვოთ რომ აი თუ რამე კითხვა აქვს უცებ დაგვიშვით აი დაწერეთ უცებ კითხვები ჩვენ აქ ვართ მანამდე მე ცოტა რაღაცებს შეგახსენეთ აგერ ვლადიმერმა დაწერა მოდი ლუკა მე მაინც ვერ იმავშობი და წაით ხო ნუ რავი აი Ledger Nano X-ზე რა სიტყვით რამდენად საიმედოა როდესაც კარგი ფუჭდებაო ხო საფულე Ledger-ი ანუ Ledger-ი ახლა Ledger-ი ჩვენ თქვით რომ არის აგრიცხვის სიგნაკი ასევე Ledger-ი არის სახელი ტექნიკის რა hardware wallet-ს ახენ Ledgers ანუ ეს უბრალოდ დაარქვეს რა Ledger-ია როგორც მაგალითად შეგიძლია გიმენა blockchain-ი დაარქვა wallet-ს რა ანუ ეს hardware wallet-ი რას ნიშნავს hardware wallet-ი არის პატარა ფრეშკასავით მოწყობილობა რომელიც ინახავს შენს პირად გასაღებს ისე რომ კომპიუტერზე არასდროს არ მოხდება შენი პირადი გასაღები. ანუ ეს საშუალებას გაძლევს რომ კომპიუტერი დავირუსებული იყოს და რაღაც საშინელებას რო ჭირდეს, ამას შეარჭობ, კომპიუტერზე ვირუსი ვერანაირად ვერ ნახავს შენ გასაღებს და ამ შენ გასაღებზევე ამ hardware wallet-ზე შეიქმნება ტრანზაქცია ისე რომ private key არ დატოვებს შენი საიდუმლო აი პაროლის ავით არის private key რომელიც საშუალებას გაძლევს რომ განკარგო თელი შენი UTXO-ები UTXO რა თელი შენი ბალანსზე მყოფი Bitcoin-ი ან კრიპტო აი ეს არ დატოვებს ამ ფლეშკას არ გადება დავირუსებულ კომპიუტერზე საშუალებას მოგცემს რომ ხელი მოაწერო ტრანზაქციას გაუშვი ინტერნეტში ისე რომ აი ვირუსია იმას რაც აქვს კომპიუტერზე ვერაზროს ვერ ნახავს ამას ასეთი wallet-ები არის Trezor-ი რომელიც არის open source hardware-ი ანუ სქემა თავიდან ინტერნეტშია პროგრამა რაც წერია ამ მიკროკონტროლერს ის ინტერნეტში დევს რომ მოინდომო შენ ხელთან სააწყო მაგრამ ნუ რა თქინდა გამოიწერა იყიდა ამას აქვს თავის სპეციფიკა ყოველ შემთხვევაში Trezor-ზე რომ იცოდეთ Trezor-ი დაიცავს ამ კომპიუტერისგან მაგრამ თუ ვიღაცამ ამოიღო Trezor-იდან ჩამოაგდებს შენ private key-ს ამ ფიზიკური Trezor-ი თუ მოხდეს ხვის ხელში ჩათვალეთ private key დაკარგული გაქვს ოკეი უბრალოდ საქართველოში მაგრამ საერთოდნება ეგ Trezor-ი მოწვეული თუ საქართველოში თუ ძალოვანი სტრუქტურები დაინტერესდნენ მოწვეული სპეციალისტი ჩამოაგდებს ხო მაშინ კი Ledger-ი არის closed source-ი, ანუ Ledger-ის კოდი არა საზოგადოდ ცნობილი ორგანიზაცია, კომერციული Ledger-ი ასევე, მაგრამ hardware-ი თვითონ სქემატიკა, ხო სქემა თავისი wallet-ის. არა საზოგადოდ ცნობილი არის პროგრამა, მაგრამ მას აქვს უფრო მაღალ დონეზე უსაფრთხოება შედარებით Trezor-თან შედარებით და თეორიულად სხვას თუ ჩავარდება ხელში Ledger-ი ყოველ შემთხვევაში ცნობილი არა როგორ შეიძლება private key-დან ამოიღოს რა და რაც შეეხება საიმედოობას ну Ledger Nano-ზე როცა ქმნით wallets ხო გაძლევთ mnemonics რა ის mnemonic-ი ადექით შეინახეთ დაცულად შეგიძლიათ რკინის ფირფიტაზე ეს ამობეჭდოთ შეგიძლიათ არ მარტო შეგიძლიათ რამდენიმე ფურცელზე დადოთ რაღაც ბებიასთან სახლში სერვანტში ჩადოთ ჰიპოთეტიურად და ნუ რომ მოგდეს Ledger Nano მეორე Ledger Nano-ს აიღებთ $50 ღირს იმაზე აღადგენთ და გამოიყენებთ ეს ძალიან პრაგმატული ის კითხავით solution-ი რა ნუ ერთ-ერთი ვარიანტი არის კიდე რომ ადგეთ აიღოთ კომპიუტერი რომელიც offline იქნება ის და full disk encryption-ი გააკეთოთ რამე true crypt-თან Linux-ის სტანდარტული მითი რა ქვია მეთოდოლოგიით და იმაზე გქონდეთ თქვენი private key შენახული რამდენიმე ასეთი გქონდეთ რა გააჩნია რამდენი გაქვთ თქვენ კრიპტო გააჩნია თქვენ პირადი threat model როგორია საფრთხის მოდელი როგორია ვისგან ელოდებით საფრთხეს ვისგან იცავთ და ყოველ შემთხვევაში უნდა თქვენ გაწევთ მაგრამ რომც მოკდეს Ledger Nano მოკვდებოდეს მე Ledger Nano აუცილებლად კიდევ flash მეხსიერება ბოლოში flash მეხსიერება წვდება ოდესმე მოკვდება მაგრამ მაგიტო გაქვთ mnemonic-ი ხა თუ mnemonic-ი არ გიწერიათ ან დაგავიწყეთ ამოწერა ამ წუთას გამორთეთ გააცემა წადით და სხვა ისეთ wallet-ი გადარიცხეთ რომელზეც mnemonic-ი ამოწერილია ხო თორემ მე კარგად აღარ იქნება საქმე კი ბატონო არის კიდე კითხვა რა მეორე კითხვა არის დავით 51% უნდა დაეთანხმოსო თუ 100%-იო ანუ კლიენტების 51% კლიენტების უნდა შეიცვალოს და ამის შესრულება საკმაოდ ძვირი დაждდება ალბათ ეს არის თუ 51% არა 51%-ზე მეტი უნდა დაეთანხმოს ალბათ
იმიტომ რომ თუ ვიღაცებმა გააგზელეს ნებისმიერ მოდენება ადამიანი რომ დარჩეს, რომლებიც არ შეცვლიან თავის პროგრამას, ჩათვალე hard fork-ი გამოდის რა გაშვებული თუ აქვთ. კი. ანუ, იმდენი უნდა დაითანხმოს, რომ დანარჩენებმა ხელი ჩაიქნიონ და ჯანდაბა შევთანხმებით რა. 51% სხვა ადგილიდან ახლოს ამ ადამიანს, ამ ჩვენს მაყურებელს 51%-იანი ათაკ არსებობს, რომელსაც მაინერებმა შეიძლება გააკეთონ და double spending-ი ორმაგი დახარჯვა, ან დახარჯვისას მოატყუან მარტივად ადამიანი რომ ვითომ ფული მიიღო ამ დროს ფულს სხვა მიიღებს რა. ეს შეიძლება 51% მაინერ hash rate, ანუ კომპიუტერული სიმძლავრე რაც მაინერებს აქვს 51% შეიკრა, შეუძლია ეს გააკეთონ, მაგრამ პროტოკოლის სრულიებაზე ფაქტიურად ყველა უნდა დაეთანხმოს 90% აქ იმიტომ აიღეს რომ 10% რომ არ დაეთანხმებულიყო დიდი არაფერი hard fork-ი არ გამოვიდოდა რა. ბაზარი არა. ხა ერთი კაცის რო დარჩეთ. თუმცა თავად ტრანზაქციაში ანუ ერთი კაცის რო დარჩეთ, ხა თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერ ცვლილება შეიტანოთ Bitcoin-ის კოდში, გაუშვათ და გექნება თქვენი blockchain-ი, გადაარქმევთ ნებისმიერ coin-ს რაც გინდათ და ბევრი shitcoin-ი ასეა შექმნილი. Shitcoin-ის უმრავლესობა ასეა შექმნილი. ვიღაცა დოგე როგორ შეიქმნა? აი ეგ Litecoin-ი აიღო ვიღაცამ უსასრულო ოდენობა გამოვა, ანუ ყოველთვის მუდმივი ოდენობის მაინინგი ხდება ყოველთვის. ოდნავ რამდენიმე სვლადი შეამცირა, რაღაც უფრო მალმალე რო იქნებოდეს ბლოკები. რაღაცა აი რამდენიმე უბრალოდ კონსტანტა მნიშვნელობა, რამდენიმე მნიშვნელობა შეცვალა და გაუშვა და აქვს თავისი ჩათვალე hard fork-ი მოახდინა Litecoin-ში ადამიანმა და არ გქონდა და აკეთა ადამიანს. მე უბრალოდ მოვიდა მასკი, αλλά მაგარი გადაობა იქნება, ეხლა ეს რო გავარეკლამო რა. რაღაც კამერაში არ ვიყურები მგონი. არა კაცო. აი ეს არის შენი კამერა, იქეთ გახედე ხოლმე და ეგ არა. ოკეი. ხო და ნუ აი ცოტა რთული კონცეფციები, მაგრამ იმედია მაყურებელს დაახლოებით გავაგებინთ fork-ი რა არის ფლობა. ეხლა შეგიძლიათ ამ დროს დაფორკოთ Bitcoin-ის blockchain-ი, თუ ოდნავ პროგრამირება იცით, დაფორკოთ შეგიძლიათ და გააკეთოთ ისე რომ თქვენ ფლობდეთ რაღაცა ძალიან ბევრ Bitcoin-ს რა. hard coding-ი გააკეთეთ რომ ყველა რაღაც ანგარიშები თქვენთან გადმოვა და აი თუ დაითანხმებთ ხალხს რა რომ ეს Bitcoin-ის ეს Bitcoin-ის კლიენტი რომ ყველამ უნდა გადმოიწეროს და უნდა დაითანხმოს რა თქვენ სრულდება. ეს თუ დაითანხმებთ ხალხს ამაზე, ნუ რავი, გილოცავთ რა, აი ცოტა მეც გადმომილისხოთ მე. მეც დაგეთანხმებთ რომ კი, კარგი კაცი ხარ უნდა გქონდეს. ეს რა ქვია, ეგეთ იდეებს შეგვიძლია ცალკე გახსნა. როგორ იყო ის გუგავა იყო, სადაა მოსაპარი ფული თუ სადაა ფული რომ მეც ვიყიდები ახლა. კაი იყო. დავით, მოკლედ რომ შევუჯამოთ დღევანდელი ამბავი, რაც ვისაუბრეთ, რა ვიცი, key point-ები რაც გქონდა, მთავარი სათქმელები რაც გქონდა, მოკლედ შევუჯამოთ და თან დასასრულისკენაც წავალთ დღეს უკვე, იმიტომ რომ ცოტა მოდი მომეხმარი შეჯამება. ისე მე დავით, შემდეგ გადაცემაში რაღაცა მუსიკალური ნომერი რომ მქონდეს რომ ეს უსაქმოდ არჩით. პირველი ნაწილი რადგან გქონდა. მე რაღაცა შემოთავაზეთ, შუაში ჩაიგდება. მოსმენთ მაგალითად ეს ბრავოს ჯამი რაღაცას მიგერეთ და თქვენ მაგ ფონზე რომ არა, ყოველთვის მე არ უნდა ვიმღერო, ძალიან ცუდის მენე მაქვს, ანუ არა, მე არა, ასამო ვიცი. მარტო მივესალმო. ანუ მუსიკალურ ფონზე გავაკეთო რაღაცა რომ ვიმღერო და თქვენ მაგ ფონზე ილაპარაკეთ. ხო არის, copyright-ი ისეთი პრობლემური საკითხი არის დღესდღეობით, რომ იმედია Facebook-ი შენი სიმღერის copyright სხვას არ მიაწევს. მრავალჟამიერი იმა ტელევიზია მიყიდა და ამიტომ არა, მრავალჟამიერს არ მოფიქრე. ხო, უყიდია ის. არა, გონი. არა, მე შემიძლია რამე მაგასაც ვერ გვართმევი, ხო, მრავალჟამიერიც ჩვენია, ხო, საკუთრებაში ვერ დაგვართმევი. ბაზა აქვს. ხო, სომხებ ჩურჩხელებს რა, რებს გვართმევენ სომხებს. კი, ხინკალიც აგვართ, ხინკალიც აგვართ. ასართმევი. აგვართონ, კაცო, ფული გადაიღო და ყველაფერი იყიდება ნამუსის გარდა. აგე, ესეც იყიდება, ესეც იყიდება. ავთო, ლაჯამეთ, მაყურებელს არ დაავიწყეთ key point-ები, ხო, მე შემიძლია რაღაცას მოვიფიქრებ, ანუ ისეთ bit exchange. ლუკა შენ შეაჯამე. არა, ჩვენ ბევრი ლუკა შენ აჯამე. ლუკა არა, დავით შენ შეჯამება ჯობია ხა. მოკლედ, დღეს მეგობრებო, პირველი ნაწილი გქონდა იმას დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ფლობა. რატომ არის ცენტრალიზებული
ფინანსურ ინსტიტუტთან შედარებით და რა არის ბიტკოინი და რატომ ჯობია ბიტკოინის პროტოკოლი დაუშვათ დღეს არსებულ ლეჯერებს, ანუ დღეს არსებულ აღრიცხვის წიგნაკებს. ხო, ანუ შევეხეთ ირიბადას მაგალითად, რომ ფლობის შემთხვევაში ეს არნიშნავს, რომ ვიღაცა მოვა და აიღებს ერთი სერვერიდან მაგალითად ერთი კონკრეტული საფულიდან ან მოკლედ ერთი კონკრეტული ტიპის ტელეფონიდან ვერ აიღებს, ეს თქო, ეს არის საჯარო ინფორმაცია, არ ინახება მარტო ერთ იმაში, ინახება ბლოკჩეინში. რაც დაგვავიწყდა გვარი, რომ თქვენ ბირჟაზე თუ გაქვთ ბიტკოინი თქვენ private key არ გაქვთ, private key აქვთ ბირჟას, თქვენ ფლობთ ბიტკოინს ისევ როგორც ფლობს TBC-ში. არა, თქვენ wallet-ზე უნდა გქონდეთ private key, თქვენ უნდა ფლობდეთ, რომ ფლობდეთ. ესაა მნიშვნელოვანი. აი ეს არის key point, რომელიც implicit იყო, we implied-ით რა. ჩავთვალეთ, რომ ყველას უცნებია, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიყენოთ. თქვენ გაქვთ ბიტკოინი მაშინ, როცა ფლობთ private keys. თუ გაქვთ ბირჟაზე არ გაქვთ ბიტკოინი. მაგიტო არის, რომ როცა ბანკომატიდან ყიდულობთ აპარატიდან ბიტკოინი აპარატიდან თქვენივე ადრესს ასკანერებთ, თქვენივე wallet-ზე ელექტრონული ბიტკოინისთვის, light wallet-ი litecoin-ისთვის. და სად უნდა გაანაღდონ, რომელ კრიპტოაპარატზე უნდა გაანაღდონ ავთო? Smart-ს აქვს ყველაზე დიდი, Smart-ს აქვს, Smart-ის აპარატს აქვს ყველაზე დიდი განაღდების. არა, საქართველოს რუსთაველზე? Smart-ი რუსთაველზე ჩვენ აპარატს. კი. სულ მარტო 5% საკომისიო cash-ისთვის და შეუძლიათ ჩამოყაროთ წკაპ 10,000 ლარამდე. სადაც მე და ავთომ გავანაღდეთ სხვადასხვა წინაკვირას თანხა. Smart-ში იმას. მოკლედ მეგობრებო, პირველი ნაწილი კიდევ ერთხელ რომ იმას აკვეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ იყო რომ ფლობა რას ნიშნავდა ცენტრალიზებული რით განსხვავდება დეცენტრალიზებულისგან. დავით მაგერ დაგვიმატა, რატო ვისაუბრეთ ამაზე, რისით ხმა გვინდოდა ანუ საბოლოოდ, რომ როდესაც თქვენ თქვენი private key არა გაქვთ, მაგ დროს თქვენ არ ფლობთ ბიტკოინს, თქვენ არ ფლობთ ნიშნავს რას, რომ როგორც მაგალითად TBC ბანკში უყურებთ თქვენს ანგარიშს აი ესე, ისე უყურებთ Binance-ზე, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ კრიპტოვალუტას უყურებთ Binance-ზე, აქ უყურებთ TBC ბანკში Lars. შესაბამისად, როცა გინდათ შეინახოთ რამოდენიმე წლის განმავლობაში, მაგალითად რა ვიცი, არც ასტეიკებთ, არც არაფერი და უბრალოდ ჰოდლერი ხართ, რომელსაც გააქვთ თანხები და ინახავთ და ცოტა სხვა გათვლები გაქვთ, საფულე აი ჩვენ მაყურებელს ძალიან კარგი არჩევანია Ledger Nano, ანუ უფრო დასული ვარიანტის არსებობს offline wallet-ი, paper wallet-ი, ამაზე კიდევ ვისაუბრებ. მაგრამ Ledger Nano არის მშვენიერი არჩევანი, კარგია. ოდესმე დაიწვება, მაგრამ როცა დაიწვება, მეორეც იქონიეთ, მეორე იყიდეთ იმაზე აღადგინეთ მნემონიკით. ეს შეიძლება ჩვენ მოგვინეულს კიდევაც, მაგრამ ღმერთმა ყოველ დიდხანს გვასწავლოს, მაგრამ შეიძლება მოგვინეულს კიდევაც Ledger. თქვენ შვილიშვილს თუ აღდგენა მოუწევს, ნუ ერთი საათი დაერგო Ledger Nano გვერდზეც გეგდოთ რომ იმაზე აღადგინოს ფარაზე. აი მოკლედ ეგ არის მეგობრებო რა. და არ დაგვაწევს რომ ბიტკოინის შეგვიძლია ბიტკოინის ფლობა ხო ნიშნავს რომ ამ Ledger-ში წერია. კი ბატონო, კოდის შეცვლა თქვენ შეგიძლიათ, უბრალოდ ვერ დაითანხმოთ სხვა ადამიანს და თქვენი შესრულებული კოდი და პროტოკოლი მიიღოთ. შეგვიძლია ამბიციურები იყო და შეიძლება დაითანხმოთ. სხვა შორის ბევრს დაუთანხმები, მაგრამ ეგ ადრე უფრო მარტივი იყო. აი პირველ წლებში ფორკის გაკეთება მარტივი იყო და Litecoin ეგრე გაქცის და ეხლა უკვე ყველა მიჩვენა. ახლა დიდი კონკურენცია. ესეთი ჭკვიანი ადამიანი ბევრი არის და ბევრი თulis რომ ხო, მაგრამ სანამ არ ცდით არ გეცოდინებათ. ეგეც არის ხო, დავით, ზენ ძალიან ისე ნუ შენაც თქვი, ანუ ეგ ეს თქვათ არ ამგონია ბევრმა იცოდეს და შესაბამისად აი მე ვხუმრობ კაცო. არა, მე არ ვხუმრობ, შეიძლება გაკეთდეს ეს, რა, მე მჯერა მაგალითად, შეიძლება გაკეთდეს. გავაკეთოთ კრიპტო ბაზარ ქოინი. ერთი კითხვასაც უპასუხო. კაი, გავაკეთოთ კრიპტო ბაზარ ქოინი, გავაკეთოთ. ბაზარი არ არის. გავაკეთოთ მართლა რა. ყველა ქოინი ჩვენი იყოს, ოღონდ ჩვენი სამის და ერთმანეთში ვანაწილოთ. ბაზარი არ, ეგეც მოსულა და მე თუ ვინმეს მომდება რომ ჩვენ ჩაგვსვითო თქვენ სამშიო, მე ბაზარი არაა ძმა. ბაზარი დაარეგულირებს. კაი, კითხვა. კარგი ტიპიაო დავითიო ძანო, ძალიან საინტერესო რესპონდენტიაო, ესეთი რაღაც დაგვიწერეს დავით. კიდევ ერთი კითხვა იყო რომ ბიჭებო, საინტერესოა რატომ ამატებენ Zcash-ს და არა სხვა პოპულარულ მოწინავე კრიპტოვალუტას. რა არის მასში ისეთიო? ნუ ახლა მოდი privacy coin იმას ხო ინტრო privacy coin არის და ერთ-ერთი მოწინავე privacy coin არის. სხვა მოწინავე coin-ი რომელი არის? არ ვიცი. მე არ ვიცი. სტუმარი ვინაა? ან მოწინავეში სავარაუდოდ გულისხმობენ დავით ორჯონიკიძე, ძალიან საინტერესო ადამიანი. BitExchange არის პირველი ქართველი მწარმოებელი კრიპტოვალუტის ბანკომატები. ჩვენს კრიპტო აპარატებს ვეძახით, იყიდეთ, გაკიდეთ. დამით ეგ მე ეს ხოშიანი თან მისწორდება რო ამბობ. მე რომ მისწორდება მაგით არ გითხრა. ახლა ერთად მრავალჟამიერი პოლიფონიურად იმედა. ბაზარი არა, მე ვიტყვი ეს მე პირველი ზიბედა თა სხვათა შორის პირველი გადაცემაზე გითხარი შენ ჯობდა რომ მანამდე გეთქვა უფრო მაგათი ამისწორდებოდა კიდე რომ სოფლიოს საერთაშორისო ATM ორგანიზაციებში 40 ეულში არის BitExchange. Coin ATM რადარზე რომ შეხვიდეთ
იქ ჩვენ გვაქვს manufacturer-ებში პროდუსერები, ისინი პროდიუსერებს ეძახიან რატომღაც, ნუ დამწარმოებლებში გვაქვს ჩვენი გვერდი და შეგიძლიათ იხილოთ იქ Bit Exchange, პირველი ქართველი კომპანია, რომელიც შეძლო თავისი აპარატები აწარმოებს. სოფტი, ჩვენი სოფტი, აპარატების შიგნით აწყობით საქართველოში, თუმცა კი ლითონის კარკასი არ მოვიტყვებით, საქართველოში არა ლითონის კარკასი გაკეთებული, ვინმე თუ გამოგვეკიდება, არა ლითონის კარკასი არაა საქართველოში გაკეთებული და ნუ მეთუნუქეობაში არა, ანუ ჩვენ მეთუნუქეობას არ მივდევთ. ვიღებთ კარკას და ვაკეთებთ შიგნით hardware-ს, პროგრამას, პროგრამა არის ჩვენი მთავარი პროდუქტი, თორე, ნუ მოკლედ ეს სოფტი შეიქმნა საქართველოში, დავითისა და მისი გუნდის წევრებისთან ერთად. სხვადასხვა ნინი აგერ გველოდება ახლა გარეთ და ასევე ვეცდებით რომ ნინიც დავიხმაროთ გადაცემებში დავითთან ერთად და ყველა გაგაცნოთ Bit Exchange-ში რა ხდება. მოკლედ ამ ადამიანებს გაგაცნოთ, ასევე გაგაცნობთ ძალიან ბევრი ინფორმაციას კრიპტოვალუტაზე და დავიწყებთ უკვე მართლა რეალური კომუნიტის მოხდვას, რომ ჩვენ საქართველოში გქონდეს ის შანსი, რომელიც არ ექნება სხვა ქვეყანაზე, ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანები. თუნდაც ამ ნაწილში და რავი მე ეს ამბიცია მაქვს. ამიტომ ჭირდება ის, რომ ჯაფარასთან ერთად სპონსორებო გაუშვათ კრიპტობაზარი ტოკიოში. შეგახსენებთ. ასევე გვაქვს ფანდრაიზ სისტემა ჩვენ, გვაქვს ასე ვთქვათ ანგარიშები მითითებული, fiat ანგარიშები, კრიპტო ანგარიშები, შეგიძლიათ თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემა, თუ მოგწონთ რასაც ვაკეთებთ, თანხა ჩაგვირიცხოთ შემდეგი პროექტებისთვის, ესე ვთქვათ ინვესტიცია გააკეთეთ ჩვენში და ლაიქოთ ჩვენი Facebook გვერდი, ასევე Bit Exchange-ის Facebook გვერდი, ასევე ჩვენი მეორე სპონსორის CoinMania-ს Facebook გვერდი და გამოიწეროთ YouTube არხი. და 2 წამით მცირე განცხადების გაკეთება მსურს ავთოს მხარი კიდევაც ჩვენ ახლა ვანთავსებთ კიდევ ახალ ბანკომატებს თუ თქვენ გაქვთ კომერციული ფართი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შემოდით ჩვენ საიტზე ან ჩვენს Facebook გვერდზე მოგწერეთ თქვენი შემოთავაზება რა ადგილას გსურთ რომ განთავსდეს ჩვენი ბანკომატი ანუ ეს უნდა იყოს ქალაქის შედარებით ცენტრალურ ნაწილში კომერციული ფართი სადაც food traffic-ი ხალხი მიდიმოდის შემოგთავაზეთ ჩვენ განვიხილავთ და იქნებ ქვენთანაც განთავსდეს ჩვენი აპარატი. და იქნებ ვითანამშრომლობთ ერთადერთ ATM კომპანიასთან, რომელიც მსოფლიოს 40 კომპანიაშია შესული. შესაბამისად, რა ვიცი, პრესტიჟია. კარგით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა დავით, შენ რა თქმა უნდა, შენი მადლობა, მადლობა მაყურებლებს, რომ უსმინეს ამ ხელა. კიდევ სხვადასხვა ძალიან ბევრი გისმენდა დავით, მინდა გითხრა და ჯიგარი ხარ რა მოკლედ. ავთო, ჩვენი გადაცემის სპონსორი. კი, მაგას ვიმეშვი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა თქვენს მეგობრებო, რომ ვიყურებთ. ასევე შეგახსენებთ ბოლოში, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორები არიან, რომ Bit Exchange, ATM კომპანია, აგერ დავითი მისი წარმომადგენელი და ასევე მეგობრებო, ქართული ტრეიდ ქართული ბირჟა, CoinMania.gr, თქვენი საიმედო მეგობარი ციფრულ სამყაროში. BNB, BPOC, Trust Wallet და იმახსოვრეთ. ამოგადგებათ ლარნახევარზე ზემოთ. ლარნახევარი გაკდა. მოკლედ, კითხვები რაც გექნებათ მეგობრებო, ლაივის მერე არ არის პრობლემა. დაწერეთ ხოლმე, რაც და გაინტერესებს, ჩვენ მუშაობთ ყოველდღია, რავი, 24 შვიდზე მუშაობთ, მართლა რომ ყოველი გადაცემის მერე უკეთესი და უკეთესი გავხადოთ, უფრო მაგარი პროდუქტი დავდოთ, ამიტომ რა ვიცი, არ ასე ვთქვათ, არ მოგერიდოთ. თუ ჩვენ ვერ უპასუხებთ, დავით დაურეკავთ და უპასუხებთ. მოკლედ მეგობრებო, დიდი მადლობა და დღეს პოზიტიურ დღეს გისურვებთ გემშვიდობებით ამჯერად. წარმატებები. აბა თქვენც. კარგად.